მოგესალმებით დღემშვიდობის, მოგესალმებით, როგორ განწყობაზე ხართ? არაჩვეულებრივ. ამინდის მიუხედავად. ჩვენ შევთანხმდით, რომ ბათუმში ამინდი ჩვენზე გავლენას არ მოახდენს, იმიტომ რომ ბათუმში ყველანაირი ამინდი კარგი ამინდია და უხდება ჩვენს ქალაქს. კარგი გამონაკლისებს მოგესალმებით მე. ჩემი განწყობით და ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ბუნებრივია როგორც ყოველთვის. 1 საათი და დაახლოებით 9 საათი ზემოდან იქნებ თქვენს განკარგულებაში, შემოგვიერთით აქაც და ციფრულ პლატფორმებზე და ამით ერთად გავაკეთოთ ეს გადაცემა, ვაკეთოთ ის კარგად და უკეთესად ყოველ ჯერზე. ეხლა კი უნდა ვნახოთ ანონსი, თუ რა მოუმზადეთ მაყურებელს. დღეს გადაცემაში ნახავთ ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის. აქცია იდეა ბიზნესად. გადაცემის სტუმრებია გიგა სარუხანიშვილი და გურანდა გოგიტიძე. შრომა უდრის ფინანსურ მოგებას. როგორ მოვახდინოთ ფინანსური ტრანსფორმაცია. მესენჯერ ჩართვით გვერდდება ხათუნა მდინარაძე. ძველი ახალი წელი. როგორ აღნიშნავენ კალანდას გურიაში. გადაცემის სტუმარია ჟურნალისტი ლალი ბერძენიშვილი. სახელმწიფო სიმღერის პრეზენტაცია. გადაცემის სტუმრებია გურანდა გოგიტიძე და მერაბი კოდოლიძე. კიდევ ერთხელ გამარჯობა. ახლა დაინტერესებული ადამიანების და არა მარტო დროა. მე ჯერ კითხავთ, ანუ თუ გქონიათ დაუშვათ მოზარდობის ასაკში, სრულწლოვნების ალბათ უფრო დროიდან, 18 წლიდან რამე ისეთი იდეა, რომლის განხორციელებაც გინდოდათ, მაგრამ ისეთი პერიოდი დაემთხვა წლების წინ, რომ დაუშვათ ვერ მოახერხეთ. ან მხარდაჭერა ვერ მოიპოვეთ. არა. არა. არც იდეოთ ვიყავით. მე წამოგეწყოთ ყველაფერი. მაგრამ რატომღაც მგონია ხარ ვინაიდან ასაკზე გაამახვილა ყურადღება, ამიტომ ვიტყვი რომ მგონია რომ იდეების განხორციელებას არ ჭირდება რაიმე ესეთი კონკრეტული ასაკი ახლაც არ არის გვიან. ახლა მოქვს იდეები. სხვათა შორის ამ თაობას ეხა ჩვენი შვილების თაობას პირიქით ძალიან ბევრი იდეა აქვს, აქსესუარებს აკეთებენ, უნდათ რომ ეს ბიზნესად აქციონ. ხშირად ვთქვამთ რომ აუ დედა ინსტაგრამზე ან სადმე დადე რომ გაიყიდოს ეს ჩემი ხელსაქმე და ალბათ ძალიან დიდი სტიმულია თუ სწორად მიუდგება მშობელით თუ ბავშვსაც გამოდის ეს შემოქმედებითი პროცესი და ვიცით ჩვენ ერთი ოჯახი თუნდაც რომ ყავდა მოწვეული რომ აი თავისი ქალიშვილიც მშობლებს ეხმარება და უკვე ხელსაქმით არის დაკავებული. კი ბატონო, ერთის მხრივ რა თქმა უნდა საზოგადოებრივი ვარ და ისიც უნდა აღვნიშნოთ რომ 16 წლამდე დასაქმება ბავშვების არ შეიძლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მათი ინიციატივები არ წავახალისოთ და ისინი ძალიან ხშირად აკეთებენ რაღაცებს, ეგ კი არა ხანდახან ხდება ხოლმე ასეთი პატარა ხელნაკეთი დახლებია შეიძლება ახსენეთ, სამაჯურებს ყიდიან ბავშვები. ამ შემთხვევაში ახლა მათ უკვე არავინ არ შეშლის ხელს რა თქმა უნდა. ძალიან საყვარელი რაღაცები კეთდება, მე მიხარია რომ ადამიანები, პატარა ადამიანები განსაკუთრებით რაღაც ინიციატივებს იჩენენ იმისთვის, რომ გამოიმუშაონ და უშუალოდ რაღაც ახალი უნარები. მინდა ცოტა შორიდან დავიწყო. ალბათ დააკვირდით, რომ ბოლო რამდენიმე 10 წლების განმავლობაში ციფრულმა სამყარომ განსაკუთრებით ხელი შეუწყო იმას, რომ ძალიან ბევრ საქმიანობაში და წამოწყებაში ახალგაზრდები სულ უფრო აქტიურად მონაწილეობენ და იგივე დაუშვათ Silicon Valley-ს ცნობილი სადაც ეს ციფრული გიგანტები არსებობს, იქაც კი ძალიან ბევრი ახალგაზრდა მილიარდერია, თუმცა თანხასახამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ეს ფრაზა რაღაცნაირად ჟღერს. და ძალიან ბევრი ახალგაზრდა პოულობს, ასე ვთქვათ, თანადამფინანსებელს ან თვითონ რაღაც რესურსს პოულობს და შემდეგ იმ საქმეს, რითაც აკეთებს, ეხლა ტყუილუბრალოდ არავინ არ ითქვამს, ასე ვთქვათ, სახელს, ხო? ეს შეიძლება ერთჯერადი პოპულარობა მოიპოვა ერთი დღის განმავლობაში, მაგრამ რაღაც საქმე, რომელიც გრძელდება შემდეგ, ამას, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი ენერგია სჭირდება და არსებობს ადამიანები, ვინც ამას ხარს უჭერს. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაშიც არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა წამოწყებებს ხარს უჭერენ, მოგეხსენებათ პროექტი აწარმოეს საქართველოში, რომელიც, უკვე წლების განმავლობაში სხვადასხვა მეწარმეებს, სხვადასხვა ასაკში უწყობს ხელს რაღაც წამოწყებების განვითარებაში. მაგრამ ამ შემთხვევაში გვაქვს საუბარი პროექტზე, რომელიც ახალგაზრდებს დაეხმარება კონკრეტულად სოფლის განვითარებაში, სოფლის მეურნეობის განვითარებაში და სიმართლე გითხრათ, შემიძლია სუბიექტური გამოცდილებითაც გითხრათ, სადღაც რო ვიყავი ამ ბოლო პერიოდში, ბოლო წლების განმავლობაში, ხშირად ხვდებით უკვე ახალგაზრდა ადამიანებს, ახალგაზრდას მართლა, რომლებიც რაღაც გამოცდილება, რომლებაც დააგროვეს დაუშვათ
სხვადასხვა ქვეყნებში ან ქალაქებში დიდ ტერიტორიებზე და შემდეგ დაბრუნდნენ თავის ასე ვთქვათ დასახლებაში და წარმატებით ავითარებენ ისეთ საქმიანობებს, რომლებიც მანამდე წარმოუდგენელი იყო დაუშვათ დემოკრატიული სივრცისთვის და ძალიან კარგად ვითარდება და ეს კარგად ჩანს ტურისტულ ადგილებშიც და არა მარტო. ამ შემთხვევაში ახლა კიდევ ერთხელ უკვე ბოლომდე დავკონკრეტები, ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის არის ასეთი პროექტი, ინგლისური აბრევიატურა არის RDYE და ეს პროექტი კონკრეტულად სოფლის მეურნეობაზე, ასე ვთქვათ, მიმართულ ახალგაზრდებს დაეხმარება 18-დან 35 წლამდე იმაში, რომ მათ თავისი იდეები განავითარონ, ან არსებული საქმიანობა გააძლიერონ იმისთვის, რომ მერე მოიპოვონ წარმატება და რა თქმა უნდა, ერთი ადამიანის წარმატება ყოველთვის საზოგადოების წარმატებაცაა, ამიტომ რომ შენს იდეას შეიძლება მარტო არ აკეთებდე და ნელ-ნელა ასაქმებდე სხვა ადამიანებს, ვინც ასევე იდეებს ფლობს, ან უბრალოდ ჭირდება თანამშრომლები და შესაბამისად დიდი პირამიდა იწყობა, სადაც ვითარდება ის ხო, საქმე კეთდება, ის კონკრეტული ბიზნესით, საქმიანობაც კეთდება, ის საზოგადოება იქ დასახლებული, კარგად ცხოვრობს შემდეგ ნელ-ნელა და რა თქმა უნდა მთელ ქვეყანაზე კარგად მოქმედებს, იმიტომ რომ მოგესწრებათ ნებისმიერი საქმიანობა საბოლოო ჯამში გადასახადს იხდის ბიუჯეტში და ამ ბიუჯეტით უკვე ჩვენ ასე ვთქვათ, სარგებლობთ ყველა ერთად მთელი ქვეყანა, ვინც ახლა იცის ეკონომიკა, ის კიდევ უფრო ასე ადგილად გაერკვევა ამბავში. მოკლედ, დეტალებში რომ გავერკვევ, ჭირდება სტუმრები, ხო? ჩვენ არ ვართ ამ ყველაფრის ექსპერტები. ბატონი გიგა საროხანაშვილი, RDYI პროექტის დირექტორი და ასევე გალბატონი გურანდა გოგიტიძე, პროექტის ასისტენტი. მობრძანდით თუ შეიძლება. მოგესალმებით. მშვიდობისა. მოგესალმებით. გვარი უნდა სწორად თქვა საროხანიშვილი უნდა მეტყვა. თქვენც ასევე გილოცავთ, მრავალს დაიწყარით. ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით. მოდით რაღაცნაირად დეტალებში გავერკვევთ პირველ რიგში, აი პროექტი ხო შედგება ყოველთვის რაღაც ამოცანებისგან, მიზნებისგან და ესენი რო ჩამოგეცოდოთ, რომ აუდიტორია მიცოდეს თუ რასთან აქვს საქმე და რისთვის მოგმართონ და რომელი ტერიტორიებიდან შეუძლიათ რომ მოგმართონ. კი ბატონო, მაშინ თქვენს ნებართვით კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ახალწელს, თქვენს მაყურებლებს, წარმატებულ და ბედნიერ წელს გისურვებთ ყველას. რაც შეეხება თვითონ პროექტს, რა თქმა უნდა, დავიწყებ იმით, რომ ალბათ დღეს აღარა ვართ ესე განებივრებულები ესეთი ბევრი ესეთი პროექტით, რომლებიც ახალგაზრდებზე არის მიმართული. სამწუხაროდ ეს დაფინანსება და მით უმეტეს ეკონომიკური პროექტები დღესდღეობით უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომია საქართველოში, ამიტომ ვთქვით, რომ ჩვენი პროექტი ერთ-ერთი ესეთი გამორჩეული და საკმაოდ ესეთი უნიკალურია. უნიკალურია პირველ რიგში იმ მხრივ, რომ საკმაოდ დიდ ტერიტორიას ვფარავთ, საქართველოში მუშაობთ 4 რეგიონის 21 მუნიციპალიტეტში, მათ შორის მუშაობთ რა თქმა უნდა აჭარაში და ვფარავთ აჭარის 6 მუნიციპალიტეტს, არ ვფარავთ მხოლოდ ქალაქ ბათუმს, იმიტომ რომ თქვენ როგორც ვცანეთ პროექტი მიმართულია სოფლის განვითარებისკენ. ასევე ჩვენი პროექტის ალბათ ერთ-ერთი უპირატესობა და გამორჩეული თვისება არის ის, რომ ვაფინანსებთ როგორც სასოფლო-სამეურნეო ბიზნესებს, ასევე არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესებს, ვაფინანსებთ როგორც და ხელს უწყობთ როგორც არსებული ბიზნესების განვითარებას, ასევე ხელს უწყობთ სტარტაპების ჩამოყალიბებას. ბოდიში, აი სანამ გააგრძელებთ, აი რომ გაგვარკვიოთ, სასოფლო და არასასოფლო სოფლის ტერიტორიაზე რას ნიშნავს? კი ბატონო, ძალიან მარტივი მაგალითი ალბათ არის სიმინდის მოყვანა არის წმინდა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესი, ხოლო სოფელში საპარიკმახეროს მუშაობა არის არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესი, მაგრამ ორივე არის რა თქმა უნდა სოფლის ტერიტორიაზე, სასოფლო მუნიციპალიტეტში და ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ზოგადად სოფლის განვითარებაში მოვიაზრებთ როგორც სასოფლო მიმართულებას, ასევე არასასოფლო მიმართულებებსაც. რაც შეეხება თვითონ პროექტს, პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ, არის 36 თვიანი, დაიწყო 25 წლის ოქტომბერში და გაგრძელდება 28 წლის სექტემბრის ჩათვლით. საკმაოდ ისეთი გამორჩეულია იმ მხრივ, რომ ეს პროექტი ემსახურება არა მხოლოდ ბიზნესის ხელშეწყობას და არ არის ერთადერთი მიზანი ის, რომ ჩვენ დავაფინანსოთ ასე თქვა შერჩეული და კარგი ახალგაზრდების მიერ მართული ბიზნესები, არამედ ამ პროექტის მთელი ღირებულებათა ჯაჭვი მდგომარეობს იმაში, რომ საწყის ეტაპიდან სულ ბოლომდე ჩვენ მივყვებით თითოეულ ჩვენი პროექტის მონაწილეს. ანუ ვიწყებთ რა თქმა უნდა შერჩევით, შემდეგ გადარჩევით, მოდით ასე ვთქვათ, და თითოეული ბენეფიციარი გადის საკმაოდ ხანგრძლივ რამოდენიმე ეტაპს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მიიღოს ჩვენგან დაფინანსება, თუმცა მანამდე ვიწყებთ რა თქმა უნდა საგანმანათლებლო კუთხით. ძალიან ბევრი ტრენინგი გვაქვს ჩადებული იმისთვის, რომ ზუსტად შევავსოთ ის
რაღაც ნაკლოვანებები ამ ახალგაზრდების, რომელიც ემსახურება ბიზნესის სწორი მიმართულებით წარმოებას და ეს ფარავს მოდით ასე ვთქვათ, სრულ სპექტრს დაწყებული ბიზნესის მენეჯმენტიდან დამთავრებული საგადასახადო კუთხით, შრომის უსაფრთხოებით და ასე შემდეგ. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აჭარა და გურიო პირველად იღებს მონაწილეობას. კი ბატონო, ჩვენ წინა ფაზაში ჩამოვთვლი მაშინ და ვიტყვი, რომ მუშაობდით ქვემო ქართლის, სამხრეთ-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონებში, ხოლო მეორე ფაზაში შიდა ქართლიდან მცხეთა-მთიანეთი ჩავანაცვლეთ აჭარით და გურიით და ჩვენთვისაც ეს პირველი ესეთი ახალგაზრდული პროექტი არის ამ ორ რეგიონში. შემდეგ უკვე გადავდივართ, გავაგრძელებთ თქვათ უშუალოდ პროექტთან დაკავშირებით, გადავდივართ უკვე შეარჩევის ხანგრძლივ პროცესზე და თავიდან დაახლოებით მოლოდინი გვაქვს, რომ დაახლოებით 1800 ახალგაზრდა დარეგისტრირდება პროექტში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა ჩვენი მიზანი არის სამწუხარო შეზღუდული რესურსების ფონზე შევარჩიოთ 65 საუკეთესო ბიზნეს გეგმა დაფინანსებისთვის. თუმცა ისევ აქ არ ვამთავრებთ იმით, რომ დავეხმარეთ და მივეცით მათთვის საჭირო თუნდაც ცოდნა და თუნდაც იარაღები, მაგრამ უკვე მათ მივყვებით, რომ პროექტის ბოლოს ყველა ეს ჩვენს მიერ ხელშეწყობილი ბიზნესი იყოს მდგრადი. ანუ დამთავრდა პროექტი, ბიზნესი აგრძელებს განვითარებას, ბიზნესი აგრძელებს აფართოებას, ასაქმებს ახალგაზრდებს, შეიძლება უკვე არა ახალგაზრდებსაც, ეს უკვე მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენი როგორც ორგანიზაციის მთავარი მიზანი არის ის, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენს მიერ ხელშეწყობილი საწარმოები იყვნენ მდგრადები. ეს ახალგაზრდები რეგისტრირებულები უნდა იყვნენ კონკრეტულად იმ მუნიციპალიტეტებში თუ შეიძლება მაგალითად აი ბათუმში მცხოვრებ ადამიანმა დაწეროს პროექტი თავის სოფელში რაღაცის განვითარებაზე და თუ ადამიანი ცხოვრობდა ეს ალბათ ერთი ჩვენი პროექტის ასევე ერთ-ერთი გამორჩეული მომენტია ის რომ ამ ურბანიზაციის ყვალობაზე საკმაოდ უწყობთ ხელს ახალგაზრდების ქალაქიდან ისევ სოფლად დაბრუნებას და ჩვენ რამოდენიმე შემთხვევაც კი ქონდა ჩვენი პირველი ფაზის ბენეფიციარები რომლებიც დაუბრუნდნენ თავიანთ სოფლებს იმ რაიონებს სადაც დაბადებულები არიან და იქ დაიწყეს ბიზნესის წარმოება. ამიტომ ჩვენთვის აპრიორი არ არის ის რომ დღეს ის აუცილებლად თქვა ქედაში ცხოვრობდეს თუ ის ცხოვრობს ბათუმში, თბილისში, ქუთაისში, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ პროექტში გამარჯვების შემთხვევაში ის უნდა დაბრუნდეს და ბიზნესი უნდა აწარმოოს უკვე იქ. შესანიშნავი ახლა შემოგვიერთთ და აუცილებლად გადაახვიეთ შემდეგ ჩანაწერი და ეს ნახეთ თავიდან, იმიტომ რომ ვცდილობთ რომ დეტალურად ავხსნათ თუ რაზეა საუბარი, ვინ იქნება ბენეფიციარი, რომ ბავშვებთ არც გაგიცრუდეთ იმედი და არც რაც მნიშვნელოვანია გურანდასთან გადავალკითხით 50% ქალია და ეს ძალიან სასიხარულო ამბავია, იმიტომ რომ ქალებსაც მიეცემა საშუალება დამატებით რომ თავისი ბიზნესი აწარმოონ და ეს ხელშეწყობა რომ ესე ვითარდება და დამოუკიდებლობისკენ მოუწოდებს ამ ყველაფერს რომ არა აქვს მნიშვნელობა სქეს მამრია თუ მდედრია და შეუძლია ყველა მაკეთოს თავისი საყვარელი საქმე და თან ესეთი ხელშეწყობით არის ძალიან მნიშვნელოვანი გურანდა რომ ვისაუბროთ აი ამ მიმართულებით ქალების კუთხითაც მათი დაინტერესებითაც მათი პროფესიების გაზიარებისთვისაც დიახ, ამ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე არის სწორედ ის, რომ გენდერული თანასწორობა იყოს უზრუნველყოფილი, ყველა მონაწილე თანაბრად გენდერული თანასწორობის გათვალისწინებით იყოს ჩართული პროცესში. მე უნდა აღვნიშნო, რომ წინა ფაზაში გაცილებით მეტი აქტიური ქალი დარეგისტრირდა და უფრო მეტმა მიიღო ფინანსური მხარდაჭერა და დახმარება. ზუსტად დაგეთანხმებით იმ ნაწილში, რომ ქალები შეზღუდული შესაძლებლობები ქალებისთვის არ არსებობს, უფრო მეტად არიან ჩართული სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობაში და მოტივირებული ამავდროულად და ქალებს შეუძლიათ აკეთონ ბიზნეს საქმიანობა ძალიან გამართულად უდიდესი პასუხისმგებლობითა და მოტივაციით. ამის არაერთი კარგი მაგალითი, ნათელი მაგალითი არსებობს წინა ფაზაში. და ზოგადად პრინციპში ჩვენს ქვეყანაშიც ისიც თქვა და მთელ სოფლიოში ზამბოლო პერიოდში. ხო, საერთოდ როცა განსხვავებენ, ხო, ცოტათი გასაკვირია, იმიტომ რომ ადამიანი თუ ინდომებს, თუ არის შრომის მოყვარე, განათლებული, ჭკვიანი, ყველას ყველაფერი გამოზდის. არ აქვს მნიშვნელობა ქალია თუ კაცია. ამიტომაც არ ვამახვილებ. გარდა გენდერული თვალსაზრისისა, ასევე ეთნიკური უმცირესობები და რელიგიური უმცირესობებიც ერთ-ერთი პრიორიტეტი არის აღნიშნული პროექტის და ჩვენ მაქსიმალურად თავისუფალ გარემოს ვქმნით აღნიშნული პროექტით, რომ ყველამ შეძლოს მონაწილეობა და თან არაერთხელ აღვნიშნეთ და კიდევ ერთხელ უნდა განმეორდე, რომ არ არის შეზღუდული სფერო და არა მხოლოდ სოფლის მეურნეობა.
ნებისმიერი სფერო არის საინტერესო აღნიშნული პროექტისთვის. რა თქმა უნდა, ანუ მე ვიტო და დავაკონკრეტე თავიდან თქვენთან ერთად, იმიტომ რომ ხშირად ხა ყველა ადამიანი დაუშვათ რაღაც ტერმინოლოგიას არ ფლობს და ხა შეიძლება ვერ დაფიქრდეს რაღაცას და ამბობს კონდეს იდეა და რატომღაც ამის გამო გადადოს და ამ შემთხვევაში ძალიან კარგი მაგალითი გითხარით თქვენ რა თქვენში დალაქობა თუ მოგინდათ, ესეც არაა შეზღუდო და კი ბატონო გააკეთეთ ის სალონი, სადაც გინდათ და იქ ყოველთვის მოიძებნება ადამიანები, იმიტომ რომ ხა თმა ყველას გვეზდება ყოველთვის. ხელსაქმე დღესდღეობით ძალიან თავზე თუ არა სახეზე მაინც ხო. იცით რა მაინტერესებს ბატონო გიგა თქვენ აღნიშნეთ რომ აღნიშნული პროექტის გრძელვადიანი პერსპექტივა მოიცავს რომ შესაძლებელია ახალგაზრდები დაბრუნდნენ სოფლებში. ეს პრობლემა დიდი ხანია უკვე რაც დგას დღის წესრიგში და ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა არის ახალგაზრდებისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ როდესაც აღნიშნულ პროექტზე დაიწყებდით მუშაობას, თქვენ ასევე ჩაატარებდით კვლევას, თუ რა პრობლემებია სოფლის მეურნეობაში, იმიტომ რომ თქვენ ასევე აღნიშნეთ, რომ ჩაუტარდებათ მასტერკლასები. რა გამოწვევების წინაშე მოგიწვიათ დადგომა, თან რო გითხრათ? საქმე იმაშია, რომ რეალურად ძალიან ბევრი პრობლემა არის. განსაკუთრებით სასოფლო მუნიციპალიტეტებში და განსაკუთრებით მეწარმეობაში ჩართული ახალგაზრდებისთვის რა. პირველ რიგში რა თქმა უნდა დავიწყებ წმინდა ბიზნესის მენეჯმენტით, წმინდა ბიზნესის წარმოებით, იმიტომ რომ ნებისმიერი ბიზნესი იწყება რაღაცა პროდუქციის ამომსახურების შექმნით, თავდება მისი რეალიზაციით და შემდეგ იმ საგადასახადო ვალდებულებებით, რომელიც ნებისმიერმა ბიზნესმა უნდა გადაიხადოს. ბევრს გონია რომ ბიზნესი სწორად წარმართავს, ბევრს გონია რომ რაღაცას ისე აკეთებს, როგორც უნდა გააკეთოს, მაგრამ თამაში ჩავეძებით, აღმოვაჩენთ ძალიან ბევრ ისეთ უბსკრულს მოდით ასე ვთქვათ, რომელიც სწორ და ჩვეულებრივ არსებულ ბიზნესებს ერთმანეთისგან განასხვავებს. მაგალითად, საგადასახადო კუთხე, ბუღალტერია არის ერთ-ერთი ყველაზე უმძიმესი პრობლემა რეალურ ბიზნესებში, იმიტომ რომ ამ ხალხმა რეალურად იცის როგორ გააკეთოს სიტყვას, როგორ მართოს სასტუმრო, მაგალითად, მithumetes ეს დღეს აჭარაში ერთ-ერთი ტურიზმის ერთ-ერთი განვითარების ესეთი უმსხვილესი მიმართულება, მაგრამ რა ვალდებულებები უდგება შემდეგ საგადასახადო კუთხით და ასე შემდეგ. გამოცონა და გამოცდილება ძალიან ცოტა აქვს. ასევე თვითღირებულება ელემენტარულად რაღაცა პროდუქციის წარმოებს, როგორ დათვალოს, რა უჯდება, მოგების მარჟა რა უნდა დააწესოს, სად გაყიდოს, როგორ ეს წმინდა ასე ვთქვათ ერთი საკითხი, რომელიც შეეხება ბიზნესის წარმოებას. მეორე ასევე ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ეს არის ხელმიუწვდომლობა სხვა ფინანსებზე, როგორც არის ვთქვათ კრედიტის აღება, გარკვეულ პროექტებში ჩართვა, ვთქვათ იგივე პროექტის წერის ცოდნა და კულტურა. განსაკუთრებით ჩვენ წეხად თანასწორობაზე საუბრობდით ქალებს და მამაკაცებს, თუმცა სამწუხაროდ საქართველოში არის რეალობა, რომ ქონების უდიდესი ნაწილი რეალურად გაფორმებულია მამაკაცებზე, ქალებზე მიწა და ასე ვთქვათ შენობები ნაკლებად არის მათ საკუთრებაში. შესაბამისად ეს გარკვეულ დისბალანსს ქმნის გენდერული თვალსაზრისით. ამიტომ ერთ-ერთი ხელისშეწყობა ასევე არის ის, რომ ვიმუშაოთ მათთან, ვასწავლოთ თუ სად შეიძლება მოიწვიონ დამატებითი დაფინანსება, როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეთ ბანკებთან. აგრეთვე თვითონ პროდუქციის წარმოების ხარისხი როგორ უზრუნველყო, მე წეგან აღარ მიხსენებია, მაგრამ ახლა ვიტყვი, რომ ზუსტად დაფინანსების მერე ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ამ ახალგაზრდებს მივცეთ ის კონსულტაციები და ის მენტორინგი, რომელიც მათ კონკრეტულად სჭირდებათ თავისი ბიზნესის განმტკიცებისთვის და სწორი მიმართულებით სამომავლო გაფართოებისთვის. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ის მიგრაცია, რაც ჩვენ წეგარ ვახსენეთ, ერთეულებს ალბათ ის შესაძლებლობა, რომ თავისი კაპიტალი და თავისი ცოდნა ჩადონა. სჭირდებათ გარკვეული საწყის ეტაპზე ვიღაცა დამხმარე. მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობ სტარტაპებზე, იმიტომ რომ ეს ის ნიშა არის, სადაც ფაქტიურად არავინ არ მუშაობს. აი ბანკშიც კი, ბანკისთვისაც კი ეგეთი კლიენტი მეტწილად არასაინტერესოა, იმიტომ რომ იდეის დონეზე არ და ვერანაირ შემოსავლებს და ვერაფერს ვერ თulis და პლუს ამას ისევ სოფლად განსაკუთრებით ემატება დაბალი გირაოს ღირებულების ნივთები, მიწა თუ ასე შემდეგ, რომელიც იგივე ფინანსების მოსაძიებლად ძალიან რთულია. რაში ყოფილა საქმე? ეს დავფიქრდი რომ გისმენდით. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ეს.
და ერთი თვით არის ჩაშვებული ეს ყველაფერი ადამიანებს აქვს იმის საშუალება რომ მოიფიქრონ და რეგისტრირდნენ, გაიარონ ეს დეტალები და როდისთვის იქნება თუნდაც აი ის გამოვლენილი ის ადამიანები და რა მიმართულებები არის ძირითადად მაინც აი ახლა წინა წლებთან თქვით რომ 50% ხალიაო მაინც საითკენ მიდიან აი ძირითადი დაინტერესება საითკენ არის წინა პროექტზე იცით რა საქმე იმაშია რომ წინა პროექტში პირველ ფაზაში ჩვენ დავაფინანსეთ 60 საწარმო რო ჩავშალოთ ეს საწარმოები იმდენად დიდი სპექტრია რომ ამის ყველას ვერც ჩამოვთვლი შეიძლება არც მახსოვდეს უბრალოდ შემიძლია გითხრათ ყველაზე განსხვავებულები რო გითხრათ ყველაზე განსხვავებულს გეტყვით ჩვენ ყავს მაგალითად როგორც პარიკების ოთახი ესე ქვია არიან ორი შესანიშნავი ახალგაზრდა და რომელიც საქართველოში აწარმოებენ პარიკებს ბუნებრივი ხმისგან რომელთაც ჩვენ დახმარებით ხელი შეუწყეთ რომ ახალი ხაზი დაენერგათ და დღეს საკმაოდ შედეგიანად გახსნეს ახალი უბრალოდ შედეგიანად ოპერირებენ როგორც საქართველოს ასევე უცხოეთის ბაზარზე ერთი ფილიალი გახსნეს ქუთაისში და როგორც ვიცი იგი ეკმება ფილიალის გახსნა ბათუმში ასე რომ ესე იგი მინდა გითხრათ რომ იმიტომ რომ მე მგონი უკვე დამინახა მაყურებელ მერის ვანიშნე თქვენი დამსახურებაა ჩემი ლამაზი წინამო შეიძლება რომელიც ძალიან ბუნებრივად გამოიყურება იცი ეს ხელსაქმე და ეს წამოწყება ხა რაც თქვენ ახსენეთ არა მარტო პირადად ქალებისთვის არის მნიშვნელოვანი არამედ შემოქმედებით სფეროშიც აი თუნდაც თეატრში თუნდაც წვეულებებზე ან კონცერტებზე ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ შესაძ გარდასახვა ჭირდება არტისტს ზუსტად ის რომ ხარისხიანი ცვლილება გააკეთოს თმებზე ხელმიუწვდომელი იყო და იყო ძალიან ესეთი ნიჭიერი გრიმიერები რომელიც თვითონ ქმნიდნენ ამ ყველაფერს თუმცა ძალიან დიდი დრო მიდიოდა ამ ყველაფერში და ძალიან ხარისხიანი უნდა ყოფილიყო იმიტომ რომ შესაძ არტისტი ირგებს ამ ყველაფერს გარდასახვისთვის მნიშვნელოვანია რომ ეს თავსაბურავი იყოს ხარისხიანი რომ არ აიწეწოს ერთი და ორი როლის თამაშის შემდეგ რაც შეეხება თქვა შედარება და პარალელი რო გავულოთ, რა თქმა უნდა, ყავს მაგალითად ჩვეულებრივი ტრადიციული მეფუტკრეებიც ასევე, რომლებიც ჩვეულებრივ თავს, ჩვეულებრივ სხვადასხვა ფუტკრის პროდუქტებს ამზადებენ და ყიდენ. რატომ სპექტრი, აი ხო გეუბნებით, სასტუმროები, ტექნიკა, ღვინის წარმოება ძალიან შორს წავალ ალბათ რომ გავიხსენო ყველა. მაშინ მოკლედ თუ შეიძლება აი სურვილიდან დარეგისტრირებამდე რა უნდა გააკეთოს ადამიანმა და როგორ უნდა დარეგისტრირდეს ვისაც პირველად ესმის ეგ ამბავი. მოკლედ პირველი სკოლის შესაძლებელი არის რომ არ გქონდეს ბიზნესი დარეგისტრირებული იდეის დონეზე გქონდეს და ან რაღაც პრაქტიკული გამოცდილება გქონდეს და ბიზნესად არ გქონდეს. ხო, მე თქვენთან რეგისტრაციას უფრო გულისხმობ, ან კარგია რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ სტარტაპსაც აქვს შესაძლებლობა რომ ჩაერთოს პროექტში. ასევე არსებულ ბიზნესს ან ოჯახიდან გადაიბაროს უნდა ახალგაზრდა ბიზნესი და ეს პროცესები უნარები განავითაროს და ეს პროცესები განავითაროს და ჩაერთოს. მასაც შეუძლია ცხადია. გარდა მაგისა პოტენციალზეც ვისაუბრებთ, შეიძლება პოტენციალი მაინც დამოკიდებულია არსებულ რეგიონზე და არსებულ მუნიციპალიტეტზე. მაინც განსხვავდება რაღაც დონეზე, მაგალითად, გურიაში შეიძლება სხვა მიმართულება იყოს პრიორიტეტი, იმიტომ რომ სხვადასხვა მიმართულება აჭარაში შესაძლებელია სხვა მიმართულება იყოს უფრო პრიორიტეტი. ქობულეთში საერთოდ სხვა მიმართულება უფრო ტურიზმის სექტორი შეიძლება უფრო რაღაც საინტერესო იყოს, ხო? ესეც მნიშვნელოვანია. 30 აპრილამდე შესაძლებელი არის რეგისტრაცია, მარტივი რეგისტრაცია გაიაროს დაინტერესებულმა ახალგაზრდამ ჩვენს სოციალურ ქსელში Facebook გვერდზე უმარტივესი რეგისტრაციის ფორმა არის განთავსებული და ამის შემდეგ მოხდება გადარჩევა, ამის შემდეგ მოხდება დაკავშირება და შემდეგ პროცესების წარმართვა შესაბამისად, როგორც აღნიშნა ბატონმა. Facebook-ზე საკმაოდ მარტივადაც შეგვიძლია გიპოვოთ, ხო? კი, რა თქმა უნდა, იგივე მარტივი პროექტის სახელით ვიძებნებით პირველი და მეორე ფაზაც ცალ-ცალკე და შემდეგ უკვე როგორც გურადამ აღნიშნა, ლინკზე გადავლენ და გააკეთებენ, შეავსებენ განაცადს. ერთს დავამატებ უბრალოდ რომ ცოტა რაღაც პატარა სიცხადე შევიტანო განსაკუთრებით სტარტაპებთან დაკავშირებით, ჩვენ თავიდან არ ვთხოვთ ახალგაზრდებს, ვისაც სურვილი აქვს რომ პროექტში მონაწილეობა მიიღოს, რომ აუცილებლად იყოს რაიმე იურიდიული ფორმით რეგისტრირებული. ან მეწარმე შეიძლება არ იყოს, არც ცილი, არც ის არის და უბრალოდ იდეით მოვიდეს. კი ბატონო, თავიდან შეუძლია პროექტში ჩაერთოს როგორც ჩვეულებრივი ინდივიდუალური ცალკე
ადამიანი და შემდეგ უკვე გზადაგზა გავივლით ამ საკითხებში. წარმატებებს გისურვებთ. არაჩვეულებრივია და უნდა აღინიშნოს ასევე, რომ აღნიშნული პროექტი არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის არის წარმატების საწყისი, ეს არის ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი და მადლობა ამისთვის. მადლობთ, ჩვენ კი რამდენიმე წუთში დავბრუნდით სხვა თემით. მოკლედ უმნიშვნელოვანეს თემაზე უნდა ვისაუბროთ, ფინანსებს უნდა შევეხოთ. ახალი წელი მოდის, ადამიანები აიმედით არიან და რა თქმა უნდა, ყოველ წელს ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის შემდეგ არის ფინანსები. თუ გაქვს ადამიანს ფინანსები, შესაძლებელია განწყობაც გქონდეს, შესაძლებელია მეგობრებთან ერთადაც იმხიარულო, ოჯახის წევრებთანაც, თუმცა ფინანსები ესე მარტივად ვთვლით რომ არ მოდის, მაგრამ ამავდროულად ფსიქოლოგიური მიდგომაც, როდესაც ჩვენ ვმუშაობთ, ამ ყველაფრის დაფასება, ენერგია, რომელსაც გავცემთ, რომ სწორად დაგვიბრუნდეს ფულის სახით, არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ჭირდება ცოდნა და პროფესიონალი ადამიანები. სანამ პირდაპირ ეთერით ჩამერთვება ამ თემასთან დაკავშირებით ადამიანი, რომელიც გაგვიზიარებს თუ როგორ უნდა მოვითხოვოთ ის ენერგია დაფასებულად უკან ან დაგვიბრუნდეს ფინანსური სახით, მანამდე უნდა კითხოთ როგორ ხართ ფულთან. ძალიან ცუდა. რაღაცა ფულის გასამართის სადგური რო არის, რომ მიხოვნე 1-2 კილოგრამი. იცით რატო არის ხოლმე ადამიანები ჩვენ ხშირად გვხსენიან რომ ძალიან ბევრს მუშაობ, მაგრამ არ მაქვს შესაბამისი ანაზღაურება და მათ მოხდება ეს ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ მუშაობენ, არაფერს არ აკეთებენ, მაგრამ ფინანსური მდგომარეობა მათი იდეალურია. ეს როგორ ხდება, მაინტერესებს ჩართვის დროს დავიქი. მემკვიდრეობა, კაცო, ვიღაცა მემკვიდრეობა დაგიტოვა და შენ სწორად განკარგე, იმიტომ რომ ხშირად ხდება ასეც, რომ ძალიან შრომელმა იდეურმა ადამიანმა შექმნა რაღაც პროდუქტი, წარმატებული არის, მე თაობებს გადაეცემა. გადასცა თაობას, რომლებიც არ ივარგა. ამ შემთხვევაში არის დაუშვათ არჩევანი, რომ ამ თაობის წარმომადგენელმა გარედან მოიყვანოს კონსულტანტი და მმართველი, რატომაც არა, ძალიან ბევრი ბიზნესია მსოფლიოში, რომლებიც რაღაც გვართანაა დაკავშირებული, მაგრამ თვითონ არ არიან მმართველები. იმიტომ რომ იცის ადამიანმა რომ მის ინტერესებში არ შედის ეს, ან არ ეხერხება და გაფლანგვას ურჩევნია, რომ გარედან დაიქირავოს ვინმე თუნდაც ძალიან ძვირიანი და კი ბატონო და რა მაგარია შთამომავლობას რომ გადასცემ ამღელა ენერგიას ბიუჯეტის სახით რომ ფეხზე აქვს გადადებული და მშვიდად და წყნარად მართავს ესე ვთქვათ ისეთ ბიზნესს რომელიც საგვარეულოს მოყვება. სანამ ამ თემაზე ჩვენ სტუმარს ჩავერთვებით, მოდით ვნახოთ რეკლამა. ვინც ეხლა დაგვიბრუნდა, აუცილებლად უნდა შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, ჩვენ ვსაუბრობთ ფინანსებზე, ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური ტრანსფორმაცია, თან ახალი წელია, ყველა ემოციურად ემზადება, ყველას იმედი აქვს, თუმცა ამ ყველაფერს ჭირდება თურმე სწავლა კომპეტენტური ადამიანები, რადგან რა ენერგიასაც გავცემთ მთელი დღის განმავლობაში, ის დაგვიფასდეს, რა თქმა უნდა, ფულის სახით. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერით ხათუნა მდინარაძე, ორგანიზაციული განვითარების ტრენერი და ფსიქოკონსულტანტი. მოგესალმებით, ქალბატონო ხათუნა, გილოცავთ ახალ წელს. მოკლედ უმნიშვნელოვანეს თემაზე უნდა ვისაუბროთ ახლა. თქვენი ხმა არ მესმის, არ ვიცი მე თქვენ, ჩემი ხმა რამდენად გესმით. თქვენი ხმა კარგად გვესმის. თავარია რომ თქვენი გვესმის. ეხლა უკვე მე თქვენი ხმაც. გილოცავთ ახალ წელს კიდევ ერთხელ, მოკლედ ადამიანები იმედით არიან ახსილნი, როგორც ხდება ფსიქოლოგიურად, ყველას ბარაკა უნდა ხვავი, თუმცა ამ ყველაფერს ჭირდება პროფესიონალიც რომ გვასწავლოს ის გაშვებული ენერგია თუ როგორ არის შესაბამისი და სწორი რომ დაგვიფრუნდეს ფულის სახით და თქვენ უნდა გაგვიზიაროთ ახლა ის ყველაფერი რომ დაგვიფასდეს შრომა და ჩვენ სწორად მოვითხოვოთ ამ მიმართულებით უკავშირი. მოგესალმებით, მეც გილოცავთ განული და მომავალ დღესასწაულებს, მე იანვრის დღესასწაულებს ვეძახი ამას და გისურვებთ დოულაც და ბარაკას.
ტერესო თემა, როგორც იცით, მე მოვდივარ გაყიდვებიდან და წარმატებულ გაყიდვებს მენტორობ უკვე თითქმის 20 წელია და ეს თემა ძალიან ახლოს დადგა მოკლედ ამ საკითხთან და ამ ადამიანებთან ერთად. ამიტომ დავიწყე ვორქშოპები და სხვადასხვა სახით ტრენინგები ამ კუთხით, რომ ერთდროული ცოდნა თან კულტურული და ქართული გაუზიარო აუდიტორიას. დავიწყოთ იქეთ, რომ ფულთან ჩვენი დამოკიდებულება პირველ რიგში რას უდრის. ამაზე რამდენად დავფიქრებულ ვართ ადამიანები. ეს უდრის ჩემს ემოციურ მოწყვლადობას, თუ ეს უდრის ჩემს რაციონალურ გადაწყვეტილებას და გაცნობიერებულ ქცევას. ძირითადი ძაღლის თავი იმალება აი ამ ნაწილში. მარტივად რომ ვთქვათ. შემდეგ უკვე მოდის სხვადასხვა სახის შინაგანი ბლოკები, ბავშვობაში გადატანილი ფულთან დამოკიდებულებები, ჩემს ოჯახს როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ფულთან, როგორ გარემოში გავიზარდე და საერთოდ დავსვათ კითხვითი ნიშანი, ფული ჩემთვის საშუალება არის თუ მიზანი. და შემდეგ უკვე ვიწყებთ ამ თემის გაშლას. ქალბატონო ხათუნა, ჩვენ ხშირად გვსმენია, მიუხედავად ბავშვობაში, რომ აი ძალიან ბევრი უნდა იშრომო, რომ მიაღწიო წარმატებას და რომ გქონდეს კარგი შემოსავალი. თუმცა ეხა ფსიქოლოგები ამას უარყოფენ, მნიშვნელოვანია დღეში 2 საათი იშრომო ისე ხვავიანად, რომ მთელი დღის განმავლობაში 11 საათი იქნება ეს თუ 24 საათი არ იყოს ესეთი შედარება. კონდეს დასვენების დროც, კონდეს ის 2 საათი სულყოფილად, აი იაპონური ეს არის მიდგომა გეცით თქვენ, იკიგაი, ყოველდღე ის საქმე ვაკეთოთ ისე რომ ნაბიჯ განვავითაროთ და შესაძლებელია რომ აი ეს ფინანსური საჩუქარი ესე ვთქვათ ამ ენერგიის სახით 2 მაგად კი არა 4 მაგად შემოედინებოდეს. მოდი დავსვათ ასე საკითხი, გააჩნია რომელი მხრიდან შევხედავთ. თუ კი ეკონომიკური თვალსაზრისით შევხედავთ, მაშინ იქ რაციონალური მიდგომა და ფორმულები არის და ეს ეკონომიკის თეორიაში და ეკონომიკაში საკმაოდ ცნობილია და იციან ამ ადამიანებმა, ვინც ამ სფეროში არიან და მეორე მიმართულება ასევე არის ფსიქოლოგიური მიმართულება. რაც თქვენ აღნიშნეთ, ჩემი რწმენა წარმოდგენები. რა თქმა უნდა, ერთი და მნიშვნელოვანი ან ოპტიმალური ფორმულა ამისი რომ არსებობდეს რაღაც უნიკალური, ყველაზე ეცოდინება და ეს საკითხი აღარ იქნებოდა აქტუალური, რადგანაც ყველას ექნებოდა ფული. თან ბევრი ფული. ან იმდენი, რამდენიც უნდათ. თუმცა, რადგანაც ეს მხოლოდ ფორმულა არ არის და აქ რაღაც სხვა იმალება, ეს სხვა უკვე ფსიქოლოგიურია და ამ ფსიქოლოგიურს თუ ბოლომდე გავყვებით, ეს არის უკვე სწორედ ის რწმენა წარმოდგენები, ოღონდ არაგაცნობიერებული, მხოლოდ გაუცნობიერებელი რწმენა წარმოდგენები, რომელიც ჩემდაუნებურად ჩემში ისე მუშაობს, მე რაღაცაში შეიძლება წინ წამწიოს, თუმცა რაღაცაში შეიძლება ჩემი ბლოკი იყოს. კი, ჩვენ გავიზარდეთ ამ მენტალობაში, რომ ფული უდრის ბევრ შრომას და ამასთანავე ფული ხელის ჭუჭყია. განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც გავიარეთ 90-იანი წლები, განსაკუთრებით უფრო მეტად დატრიგერებულია ეს ჩვენში. თუმცა თანამედროვე ახალგაზრდობაში, აი თუნდაც ჩემი შვილი რომ ავიღოთ, ბევრი შრომა და ბევრი სწავლა მისთვის არ უდრის ფულს. ამ თაობაში ეს რაღაცნაირად თავისით თითქოს მოგვარებულია. მაგრამ აქ არსებობს ერთი ნიუანსი, რომ თუ კი ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც ენერგია, ამ ენერგიის მოძრაობა, სად მიედინება და რამდენად სწორად და რამდენად რელევანტურია ობიექტურობასთან, ესეც მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. ერთი პასუხი რომ ავიღოთ ფული აუცილებლად უდრის თუ არა, თუ კი მე მჯერა რომ ფული აუცილებლად უდრის, თუნდაც ქვეცნობიერად. ბევრ შრომას სულ რომ გამიმზადო ისეთი სამსახური, ან ისეთი შემოსავალი რომ დღეში 2 საათი ვიმუშაო და ფული მაინც იმდენი მივიღო, რამდენიც ერთი დღის განმავლობაში, მე მაინც არაცნობიერად მიდრეკილი ვიქნები, შემომეხარჯოს ის ფული და საბოლოოდ ჯამში მაინც არ მქონდეს ან მარაგი, ან თვის ბოლოს ემდენი შემოსავალი. ამიტომაც ვამბობთ ხშირად ამას ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები და ამ დარგის პროფესიონალები ამას ასე ეძახიან, სჭირდება გაცნობიერება ნებისმიერი სახის ქცევას, რომელიც შენში რაღაცას ისე ვერ ამუშავებს კარგად, როგორიც უნდა იყოს. თუმცა თუ კი
არემ დავასრულებ მეორე კუთხითაც მე არ მიყვარს ხოლმე ცალი მხრიდან შეხედვა. თუ კი მეორე მხრიდან შევხედავთ ამას, რომ შეიძლება არ უდრიდეს ფული პირიქით ნაკლებს რომ მას უდრიდეს, მე შეიძლება გადავარდეთ მეორე უკიდურესობაში და ეს გადაგვეზარდოს ფლანგველობაში. ამიტომ მაინც საბოლოოდ მივდივართ იქამდე, რომ აი სწორედ გაცნობიერებული ქცევა, ეს ჩვენი არაცნობიერი ქცევები, დამოკიდებულებები და რწმენები, რაც უფრო მეტად არის რაციონალური, უფრო მარტივი ხდება ამ საკითხს მივუდგეთ ჩვენს რაციონალურად. ქალბატონო ხათუნა, ძალიან ხშირად მსმენია ჩემს ირგვლივ მყოფებისგან, რომ ფული არ უნდა გიყვარდეს, ის უნდა გჭირდებოდესო. აი ეს ორი მიდგომა რომ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, რომელი უფრო მარგებელია ჩვენთვის? ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ეს გამომდინარე, რომ დავაზუსტოთ, ეს გამომდინარეობს იქედან, რომ თუ კი ეს სიყვარული იწვევს მიჯაჭვულობას, ნებისმიერი სახის მიჯაჭვულობა ჩვენ დროთა განმავლობაში ხელიდან გაგვექცევა და ეს არის ნაგულისხმები. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ მიჯაჭვული ვარ, მიყვარს, ვეტრფი, ფულს უყვარს ნეიტრალური დამოკიდებულება, აი ამიტომ ვთქვით, რომ გონიებისმიერი გადაწყვეტილება, გონისმიერი თუ კი ეს არის ემოციური მიდგომა ჩემი, მაშინ გამოდის რომ აქ შედის სიყვარულიც, აქ შედის შიშიც, აი ამიტომ არის ნათქვამი. აქ შედის ძალიან ბევრი გაუცნობიერებელი ქცევა, იმიტომ რომ ჩვენ ხომ ემოციების 100%-ს აი ასე ვერ ვაცნობიერებთ. ის რასაც ვაცნობიერებთ, გადასულია რაციონში და რაციონალური ქცევა უკვე არის განზრახვა. განზრახვა უდრის ქმედებას და როცა შენ ამას ეს ემოცია მათემატიკურად გადამუშავებული რაციონალიზმში და რაციონალიზმი უკვე გადამუშავებული გაქვს განზრახვაში, განზრახვა ქცევაში უკვე მათემატიკაა და უკვე გამოთვლითია ეს და ამიტომ შეგიძლია უკვე ზუსტად ცხადი იყოს შენი მიზანი და გაზომვადი, რადგანაც უკვე რაციოს მივადექით. მაგრამ თუ კი არის ეს ემოციური, აქ შედის სიყვარული, მიჯაჭვულობა, შიში, სწორედ ის გაუცნობიერებელი რწმენა წარმოდგენები, რომელიც შეიძლება მხოლოდ ჩემი ბავშვობიდან არ მოდიოდეს, ჩემი წინაპრებიდან მოდიოდეს. ან შეიძლება ჩემი წინაპრების ისტორია იყოს და მე არ მახსოვდეს, თუმცა ამას მე არაცნობიერად ვატარებდე და ველში მქონდეს. კულტურული შეიძლება იყოს ჩვენ ქვეყანაში როგორი მიდგომა, ამას წინათ ვორქშოპზე ვიხსენებდით, ძალიან ბევრი სიმღერა არის დაწერილი ღარიბ ადამიანზე და გარომანტიკოსებული არის ამ ღარიბი ადამიანის ყოფა. ესეც ერთგვარი შევხედავთ შეიძლება ბლოკი იყოს და მეორე შემთხვევასაც თუ გავიხსენებთ, სიღარიბე რატომღაც და ღარიბი ადამიანი უდრის კეთილ გულს. ნახეთ უკვე ტოლოფის ნიშანი აქ მე ჩემ დაუნებურად სად დამესვა. ესე იგი ავტომატურად ნიშნავს რომ მე თუ მდიდარი ვარ, აუცილებლად ვარ, არ ვიცი, ან ბოროტი, ან შეიძლება ცუდი, ან ძალაუფლების მოყვარული და მე ეს ძალაუფლება კიდე სხვა რაღაცას იწვევს, შეიძლება ვკარგავდი აქ საყვარელ ადამიანებს, ან იმ ადამიანებს, რომელ გარემოცვაშიც ვარ და უკვე ქვეცნობიერი ბლოკი ხდება ჩემთვის. ამიტომ ხათუნა, თქვენ რო ახსენეთ, რომ აი ხშირად ფულიო, ანუ მარტივად ვერ აღწევო, ძალიან რთული მისაღწევია და დიდი ფულიო, პატიოსანი შრომით არ მოდისო. აი აქ რა ბლოკიდებს, რომ ადამიანებმა დაიჯერონ და გახსნან ეს ქვეცნობიერში, რომ ესე არ არის, შეიძლება შრომითაც მოვიზიდოთ დიდი ფული, იმიტომ რომ ეხლა 90-იანებში ამას რო გვეუბნებოდნენ, რომ ფული ხელის ჭუჭყია, რა თქმა უნდა, ეს კოდი უკვე მიღებულია და რთულია ამის შემდეგ ტრანსფორმაციის გაკეთება, თუმცა არიან ადამიანები, ვინც ეს ყველაფერი დაძლია, ალბათ არ დაიჯერა, გამოვიდა ამ ენერგიებიდან და უფასდებად შრომა. როდის ხდება ამ ყველაფრის გაცნობიერება? ეხლა ყველას უნდა მე დარწმუნებული ვარ, რომ კონდეს კარგი შემოსავალი, მაგრამ როდის ეხილებათ თუნდაც თვალი, აი რატომ მიდის მაინდა-მაინც იმ ადამიანებთან ეს ენერგია? მოდი დავიწყოთ ისევ იმ საკითხს მივუბრუნდეთ რწმენა წარმოდგენებს. მე ეს რწმენა ნახეთ თქვენ რომ ახსენეთ და ან მე რომ ვახსენე 90-იანი წლები ეს უკვე გავაცნობიერებ. თქვა და გაცნობიერებული რწმენა წარმოდგენა და დღეს ძალიან ცოტა ამბობს იმას და არ ეთანხმება რა თქმა უნდა რომ ფული არის თუ არა ხელის ჭუჭყი. თუმცა ეს მე შეიძლება გავაცნობიერე გონები. მაგრამ ემოციურად რამდენად გავაცნობიერე? რა ტრიგერი და რა მთელი ჯაჭვი მოყვება და სხეულებრივად რამდენად მოქვს კიდევ გაცნობიერებული. აი ეს გვავიწყდება ხშირად. გონება სადღაც გაცნობიერება არის 10-20% მაქსიმუმ და დანარჩენი ის 80 დამრჩა. ეხლა როგორ გამოვიდნენ ეს ადამიანები აქედან და რა გზას მიმართეს, ყველას თავისი ფორმულა აქვს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში დაიჯერო რომ სხვაგვარათაც შეიძლება. მე არ ვამბობ და არ ვსვამ კითხვით ნიშნავს რომ ფული შეგიძლია მიიღო უშრომელად. არ მიყვარს მხოლოდ ლამაზი სიტყვები და
სადღაც წავიდე არარეალური ფაქტებისკენ. ფულს რა თქმა უნდა თავის შრომა აქვს, უყვარს. თუმცა ამასთანავე ფულს უყვარს კიდევ გააჩნიეთ ჯერ ჩვენ რა უყვარს, ამერე კიდევ ფულს რა უყვარს. ფულს უყვარს თავდაჯერებულ ადამიანთან მისვლა, ფულს უყვარს რაციონალურ ადამიანთან მისვლა, ფულს ნეიტრალური დამოკიდებულება, ნეიტრალური ემოცია ვისაც აქვს, ამ ადამიანებთან მისვლა, უყვარს დაბანდება და უყვარს დაზოგვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე უყვარს ქველმოქმედებაში, კეთილ საქმეში ფულის ჩადება, ასე ვთქვათ. ბევრი ნიუანსია, რომელიც ენერგეტიკულად წმენს ამ ველს და გარდა ამისა, თუ ჩვენ გვინდა რომ ეს ჩვენი რწმენა წარმოდგენების ტრანსფორმაცია განვიცადოთ, რა თქმა უნდა, ტრანსფორმაცია უცებ არ ხდება, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ არის და ყოველი ნაბიჯის შემდეგ, შენ როცა ამას გააცნობიერებ, მიიღებ ემოციურად და სხეულიც ამას იგრძნობს, ძალიან მნიშვნელოვანია სხეულებრივი გამოცდილება, იმიტომ რომ ჩვენ გონებაში შეიძლება ბევრი რაღაც წავიკითხოთ, ბევრი რაღაც ვიცოდეთ, არ ვიცი, ყველაფერი ვიცით, ქართველებს ისედაც მიყვარს ეს ცოდნები და ყველაფერი ვიცით, პოლიტიკაც ვიცით, ფულიც ვიცით, არ ვიცი, გლობალურ საკითხში რა ხდება, ისიც ვიცით, არსებობს თუ არა უცხო პლანეტელები, ესეც ვიცით და ამაზეც შეგვიძლია მსჯელობა. თუმცა ის სხეულებრივად და საქმეში რა გამოვცადეთ, ეს საკმაოდ რთულია. ამიტომ პირველივე ჯერზე როცა რაღაცას გატესტავ და აუცილებელი არ არის უცებ შენ მოინდომო შემოსავლების 100%-იანი ზრდა, შეიძლება იქ იყოს, არ ვიცი, 100 ლარით მეტი, 1000 ლარით მეტი, მერე დაიმახსოვრო ეს და შენში ფორმირება მოახდინო, ამის პოზიტიური განმტკიცება მოახდინო და სიმბოლურად რაღაცით აღნიშნო, რომ მხოლოდ გონებამ კი არ დაიმახსოვროს, ემოციამ დაიმახსოვროს, სხეულმა დაიმახსოვროს და გრძელვადიან მეხსიერებაში ნელ-ნელა გადაიტანო. კი ბატონო, ქალბატონო ხათუნა, ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და მინდა რომ მოვასწრო. კითხოთ, თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩვენი დამოკიდებულება ფულთან მიმართებაში ეს შეიძლება გამომდინარეობდეს ჩვენი ბავშვობიდან, ოჯახიდან გამომდინარე. მე მაინტერესებს, რას გვირჩევდით თქვენი დაკვირვებით, რა შეცდომებს ვუშვებთ მშობლები ბავშვებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ფულის მიმართ უგულისხმობ. არსებობს ღარიბი გონება და არსებობს მდიდარი გონება. ღარიბი გონებას უტოლებენ ემოციას, მდიდარ გონებას უტოლებენ რაციონალურ გადაწყვეტილებას. ბავშვებს უნდა ველაპარაკოთ ზოგადად არა ფულის ფსიქოლოგიაზე და რაღაც მდიდრული ტერმინებით, არამედ ფინანსური ცნობიერება შვილებთან უნდა გქონდეს თავიდანვე მოწესრიგებული. აი მაგალითად, როცა ვაძლევთ ფულს და ვეუბნებით რომ რაღაც იყიდოს ან თვითონ რაც უნდა იყიდოს, დღეს ძალიან ბევრი პატარა დღიურები არის, როგორ შეიძლება პატარა ბავშვმა ხარჯოს ფული რაციონალურად. მაგალითად, შემოსავალი რამდენი აქვს, რაში შეუძლია ეს დახარჯოს, რამდენი დღე შეიძლება გაინაწილოს ეს თანხა, რომელიც მიეცით, როგორ შეუძლია მაგალითად თავისი შრომა დააკომპენსიროს ან პროფესია მომავალში, ან ჰობი. აი ამაზე საუბარი, რომ მივცეთ ამას არა იმპულსური ფორმა, როგორც ბავშვებშია ხოლმე, მაგალითად მივცემთ ფულს და მიდის მაღაზიაში და რაც უნდა ყიდულობს და მე არა აქვს, ან პირიქით ინახავს მომავლისთვის, არამედ რაციონალური, აი წინასწარ დავაწერინოთ, ფინანსური გეგმა შევადგენინოთ, რა თქმა უნდა, თავის ენაზე და მივაჩვიოთ იმას, რომ ფული არის საშუალება, რითაც მას შეუძლია მიაღწიოს რაღაცა, რაც მას სურს და მისი სურვილი დააკმაყოფილოს. ფულმა როგორც საშუალებამ და არ როგორც ფულმა როგორც მიზანმა. სწორედ შემდეგ ამისი გადახრა იწვევს გარკვეული სახის მიჯაჭვულობებს, ან უარყოფით ჭრილში, ან პოზიტიურ ჭრილში და ორივე მიჯაჭვულობა და საბოლოოდ ნეგატიურია ვიცით ჩვენ. ძალიან დიდი მადლობა. ესეც მნიშვნელოვანია, რომ გავიგეთ, რომ შესაძლებელია ამ კუთხით ცნობიერება ავიმაღლოთ და ყველაფერი დავალაგოთ 2026 წლიდან წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ კი რამოდენიმე წამში დავბრუნდებით ისევ მაყურებელთან ეთერში. ნახვამდის. აი რამდენიმე წამის გავიდა. კი ბატონო, მადლობა ჩვენ სტუმარს. ესე იგი, მეგობრებო, დღეს არის 13 იანვარი და ველოდებით ძველ ახალ წელს, რომელიც ჩემთვის პირადად ძალიან საყვარელი დღე არის. მეორედ აღვნიშნავ ხოლმე ახალ წელს, მაგრამ რაღაცა სხვანაირი დატვირთვა აქვს. ეს ძველი ახალი წელი უფრო მაბრუნებს ბავშვობაში. 31 დეკემბერი უფრო რაღაცა ახლანდელი დღესასწაულია ჩემთვის, მაგრამ როდესაც ძველ ახალ წელზე ვსაუბრობთ, ხოლმე რა თქმა უნდა გვახსენდება კალანდობა. კალანდობაზე რა თქმა უნდა გვახსენდება გურია და ჩემი ერთ-ერთი უდიდესი სურვილი და ნატვრა არის, რომ ერთხელ მაინც შევძლო ამ დღესასწაულზე გურიაში ჩასვლა, იმიტომ რომ იქ განსაკუთრებულად
აღნიშნავენ ამ დღეს თავისი სიმბოლო აქვს, თავისი დატვირთვა აქვს, თავისებურად აღინიშნება განსაკუთრებით გურიაში, თუმცა სხვა მხარეებშიც აღინიშნება, მაგრამ მე მინდა რომ გამოვყო გურის ეს დღესასწაული და ჩვენს მაყურებელს აქვს შანსი სხვათა შორის ვინც ახლა გვიყურებს და ვინც სოციალურ ქსელში შემოერთებულია, რახან შენ სურვილი გამოთქვი, დაგპატიშო. აი მე ვფიქრობ რომ ჩვენი სტუმარი რომ შემოგვიერთდება, ვთხოვ რომ თან წამიყვანოს. ლალი ბერძენიშვილი უნდა შემოგვიერთდეს ჟურნალისტი. გამარჯობა. მოგესალმებით. ასევე გასდევთ კი ბატონო და ძველით დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი კარგი ამბავი გექნება ამ დღესთან დაკავშირებით. ეს არის ისტორია შენთვის, მე ასე ვფიქრობ, უკაცრავად თქვენთვის. მოდით მოგვიყევით რა დატვირთვა აქვს ზოგადად ამ დღეს განსაკუთრებით გურიაში, რითი გამოირჩევა ეს დღესასწაული თავისი სიმბოლოებით და ასე შემდეგ და თქვენთვის რას ნიშნავს ეს დღე? ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ დაპატიშებულები ხართ მთელი შემოქმედებით ჯგუფი კალანდას აღნიშნავენ გურიაში რა თქმა უნდა დღეს შეხვდებიან ღამით ამ ახალ წელს კალანდა მარტივად არის კალენდრის პირველი დღის აღნიშნული სიყვალა თინროთა დასაწყისი რაღაცის ხო და ეს დავიწყეთ კიდე რომ მაერებთან მქონდა გურულებს ურთიერთობა და ესე იგი ჩვენი 2026 წელი სასწაულად დაიწყო გურულებთან დაპატიჟებული აუცილებლად უნდა წახვიდე და ნახოთ იმიტომ რომ ეს არის მთელი ერთობლიობა სანახაობრივი იქ ცეკვაც არის სიმღერაც არის აგუნას გადაძახილიც არის ხონჩაც არის ბევრი რაღაცაა რა და ამ ბევრ რაღაცას ახლა თანმიმდევრობით მოვყვეთ და მე ცოტა ვიმეცადინე, იმიტომ რომ იმდენი რაღაცა ხდება საახალწლოდ გურიაში. ხო, გარდა ამისა 14 იანვარი რაც თქვით, გარდა იმისა რომ კალანდა წლის პირველი დღეა, ახალ წელს ვეგებებით, ხო, ძველი სტილით. ჩვეულებრივ 1 იანვარია ძველი სტილით. შვიდში გავითენეთ შობა, საკალანდოდ დავკალით ღორი და მე ხა უკვე უნდა შევუდგეთ ზეიმს, ხო? ხო, პირველის რა აი ეს ჩიჩილაკი რაც არის, გიჟდები სამიყვარს. ხო, წმინდა ბასილის წვერებს ეძახიან და 14 იანვარი ეს არის, ანუ 1 იანვარი ძველი სტილით. არის ბასილი დიდის ხსენების დღე და სწორედ ეს არის სიმბოლური გამოხატვა, ასე ვთქვათ, იმ მადლისა, რომელიც წმინდა ბასილი დიდის ხსენებას ახლავს ამ დღეს. ხო და ჩიჩილაკს აი ზუსტად ეხა კადრში ხედავთ კურკანტელათი მორთავენ და სუროს ფოთლები და თავზე ვაშსაც დააბნევდნენ თუმცა ჩემს სახლში მარტო კურკანტელას და სუროს ფოთლს ახვევდნენ ეს იყო ჩიჩილაკის მორთულობა ხო კიდევ კურკანტელა მე კოწახურს ვეძახი კოწახურია კურკანტელა ეს კიდე ცალკე კაცვი და ტყბილია ხო აი მე ხა გურულებთან არის მიყვარს დედამ ყავს გურული და რომ ჩავდივარ კოწახურზე ვგიჟდები და კოწახურების გაკეთება ვიცი ხოლმე კოწახურის ტყბილი კანფეტების გაკეთებაც და ფულის დატვირთვა რა აი ეხა ფულზე ლაპარაკობთ არა, ეგ არ ვიცი ზუსტად და სუროსავით კარგად მოჭიდებული რომ იყო ცხოვრებაზე და უშუალოდ. დიდი ეთნოლოგი ვერ გახლავართ, მაგრამ ლამაზიც არის ხო, მარადმწვანე არის და თან რაღაცა საჩრდილობელიც არის და თან გრილიც არის და რა ვიცი, აბა სიცოცხლის უნარიანიც არის, სიცოცხლის უნდა მოჭიდება შეუძლია კლდეებზე ასვლა და დასახლება სიფქვაზე. ფინანსებზე ლაპარაკობდი და გურულებს ეხლა ზუსტად ამ პერიოდში სწორედ ახსენდებათ, რომ ყავთ საკუთარი ფინანსთა მინისტრი აგუნა, რომელიც არის წარმართული ღვთაება ხვავისა და დოვლათის და აგუნას გადაძახილი აი ეს ზუსტად 13 რიცხვის ამბავი, ანუ ვიდრე 14 გათენდება, ვიდრე კალანდა დადგება. ხო? ხო, ამ დროს აი ამ გამოდის 1500-ზე მეტ წელს ითვლის, იმიტომ რომ წარმართობა ხა თუ ვიძახით რომ 4 საუკუნეში მოვიდა ჩვენთან ქრისტიანობა? არა, ქრისტიანობა კი მოვიდა. ვთქვათ, ქრისტეს დაბადებითგან, მაგრამ მანამ ხო იყო დღესასწაულები ძალიან ბევრი წლისა. ამ ხვავისა და ხო 1000 წლეულების ალბათ. და ამ ხვავისა და ბარაქის გადაძახილი აგუნას მოხმობა საკუთარ კარმიდამოში ეს არის რა თქმა უნდა წარმართული ტრადიცია და ხდებოდა ორჯერ. ეხლა უყურეთ ალბათ ახალ წელს მაინც დაემთხვა მას შემდეგ რაც ახალი წლის ათვლა დავიწყეთ 1 იანვრიდან
თორემ მანამ გაზაფხულზეც, ამიტომ ორი გადაძახილია, ერთხელ გაზაფხულზეც მოუხმობენ აგუნას. და ნუ ისიც დარჩა და ესეც დაემატა. არაფერი ყოველდღე დაუძახოთ ხვავისა და ბარაქის ღმერთს. მევენახეების შემწეს, მიწათმოქმედების შემწეს და ესე მარანში შევლენ ხოლმე გამზადებული ხონჩით, რომელზეც დოვლათია დალაგებული, იქ არის ღომის მარცვალი, ღომის მარცვალში ძევს კაკალი, დაწყობილია ეს ნაირ-ნაირი ნუგბარი და სანთელი ანთებული, ღვეზელიც არის გენეცვალი, შობა უკვე გათენებულია და შეგვიძლია ღვეზელიც დავდოთ და მარანს დაალოცინებენ, აგუნას მარანში მოიხმობენ. ხანდახან გავლენ ვენახშიც და ვენახშიც დაუძახებენ აგუნას, ხო? ესე იგი ჩვენ შეგვიძლია აგუნას დაუძახოთ საჭარაში, რა პრობლემა? კი ბატონო, არანაირი პრობლემა არ არის, დასავლეთ საქართველოს, ასე ვთქვათ, მითოლოგიაში. 13 ღამე. 13 ღამით უხმობთ აგუნას. ჩვენი ბავშვობა მანანას რო ვიძახოდით თეატრში, დაგვეძახა აგუნაზე კაცო. ხვავი და ბარაქას გვექნებოდა. ამით რჩება ეს ტრადიცია, ჭინკა მესმოდა, ბებო მეტყოდა ხოლმე. არ გახვიდე ღამე მინდორში, ჭინკა არა გეკიდოსო. ხო, ჭინკამ ცხენს კუდი დაუწნა. ხო, ჭაში თუ ჩაიხედა უჟმური აყვება და ასე კი, უჟმურიც ხო. ხო. გარდა თქვათ აი, ეხა უჟმური და ჭინკა ამახალწოს არ გვიდგა რა. და კიდევ არის ერთი ესეთი ტრადიცია, ცხემლის ჭრა. ცხემლას ეძახიან, რომელი ხეა დამავიწყდა. ხომ არ დავსერჩოთ. არაცხენოა. რა მისდელობა? ხო, მოკლედ რა, კარგად იწვის რა. ხო. გარჩეულებრივად ნედლიც. ოჯახის კაცები გავლენ 13 რიცხვში, ცხემლას მოჭრიან და დიდ ცეცხლს დააგუზგუზებენ. ცეცხლი გარდა სითბოსი, ეხლა ცოტა ისევ გადავარდებით იქეთ ნათლის თაყვანისცემაში, რომელიც მე ჩვენმა ქრისტიანობამ კარგად მიიღო ესთეტიკაში, ხო? მონათლოაც ნათლის ესთეტიკიდან და ასე ვთქვათ სოლარული სისტემის რაღაცა დამოკიდებულებებისგან მივიღეთ. ხო, არ გვინდა ღრმად და ბოლო-ბოლო სითბო გააჩინა ცივილიზაცია. ხო, ანუ ცხემლის შეშას მოიტანენ, შეუკეთებენ ბუხარში, კარგად დაანთებენ და დიდ ხანს ღუის მისი ნაკვერჩხალი. და ინარჩუნებს სითბოს და კეცის გადასადგმელადაც კარგია და ნაირ-ნაირ რაღაცების გამოსაცხობად. გინდ ჭადი გამოაცხემერე, გინდ ღვეზელი, გინდ ხაჭაპური და ასე შემდეგ. ეგეთი ცხემლის ჭრა ესეც 13-ში ხდება, ესეც დაკავშირებულია აი ამ ხვალთან, ბარათქასთან, ოჯახის სიძლიერესთან და აი ეს ნამდვილად იყო ჩემი ბავშვობის ტრადიცია. 13 იანვარს ცხემლის ჭრაზე მთელი უბანი და სამეგობრო დაპატიჟებულები იყვნენ გრიგოლ მახარაძისა და ციცოთი კანაძის ოჯახში და აი აქ იმართებოდა აი ეს დღესასწაული აუცილებლად ბუხარში იწოდა ცხემლის შეშა და იმართებოდა დიდი კეიფი. აგუნასაც მოუხმობდნენ და სიმღერასაც იმღერებდნენ, კარგ ამბებსაც მოყვებოდნენ და ამ პატივცემული ადამიანის გრიგოლ მახარაძის და ციცოთი კანაძის არაჩვეულებრივი ქალბატონის ოჯახის შთამომავალი გრიგოლ მახარაძე დღეს არის ეთნოლოგი, საუკეთესო და საინტერესო ამბების მთხრობელი გურიასა და ოზურგეთზე. აქედან მოვიკითხა მთელს მის ოჯახს და ვუსურვებ ბედნიერებას, ხავს ბარაქას, იმედია რომ ცხემლის ჭრის ტრადიციული შეხვედრები ისევ ტარდება ამ ოჯახში. ეგ ერთი და კიდევ რა უნდა გვეთქვა? აუცილებლად ფეხს შედგამს სახლში. ეს არის გურიაში მნიშვნელოვანი. ფეხადი ან მფერხავი. ან მეკოლე აღმოსავლეთში, ხო? ჩვენთან ფეხადი ან მფერხავი არის და ისიც ესე, აი როგორც ახლა ჩანს კადრში, აი ესე მოდის გობზე დალაგებული ღორისთავი, მოხარშული, აბა კუპატი, აბა ხაჭაპური. ამე განსაკუთრებული თვისებები უნდა ქონდეს, წინა წელს რაღაც მიღწევა უნდა ქონდეს, თუ ეს ზოგადად ვირჩევთ, იმიტომ რომ კარგი ფეხი უნდა ქონდეს. წესით თუ ბედს უნდა მიენთო, მეკლე ის უნდა იყოს, ვინც შემთხვევით მოვა. და პირველი აღმოჩნდება. თუ არ მოვიდა?
მოვა კაცო როგორ ეხა გურიაში არა თუ ხშირად გავდივარ ოჯახის წევრები შემოვდივართ ხოლმე რა ნუ ეს ქალაქში მაგრამ გურიაში ეჭვმებარები სტუმრადაც დაუძახეთ ვინმე სხვათა შორის პირველად არა სტუმრად ხო მაგრამ არის ხოლმე ჩვენ მივდივართ ახალგაზრდები ხო იცით და ოჯახის წევრები ფერხავთ სახლს და შემდეგ მივდივართ მეგობრებთან ან რესტორანში როგორც ხდება ხოლმე ხამ თანამედროვე სიტუაციაში მაგრამ მე მხვდა წელს ბედნიერება ესე მითხეს გაბრძანდი გარეთო სტუმრად ვიყავი და შემოდი სახლი გვიფერხევა და კარგი გული მაქვს, კარგი ფეხი მაქვს დარწმუნებული ვარ და ყველაფერი კარგად იქნება. ახლა დავფიქრე ხვალს და ბარაკას არანაირ შანსს არ უტოვებენ გურულებით სამუთში, რო არ მოვიდეს, იმიტომ რომ ყველა მხრიდან ალყაშია, აქეთ ფერხავი, აქეთ წველის შეშა, აქეთ კიდე აქეთ აგუნას ძახილი და მოკლედ. თავარი 4 ფეხა ჩვენმა მეგობარმა არ შეასწროს. რატო? ბროლია? ანუ ხო, ბროლია. ბროლია დიდი ის არის, რა ქვია, მაგარი ალბათ ეს კუჩხი ბედინერი მართლაც საუკეთესო ფილმია საახალწლო და მაგის გარეშე ძნელად თუ დადგება ახალი წელი, ხო? აუცილებლად გჭირდება ეგ ფილმი იყოს ეკრანზე. ნუ ესეთი არის ჩვენი სადღესასწაულობები, რო გითხრათ, რომ ჩემი ოჯახი რაღაცა განსაკუთრებულად შლიდნენ სუფრას. კი ბატონო, ვიდრე ახლით ახალ წელს. მაშინ იყოთ შენ სწორად თქვი რომ აი რაღაცა ახალგაზრდობის თუ რაღაცა უფრო სურნელი აქვს, ახლის სურნელი აქვს და 14-ს ძველით ახალ წელს კალენდარს აქვს ტრადიციის სურნელი და უფრო საოჯახო დღესასწაულად ჩამოყალიბდა ვიდრე პირველი. პირველს შეიძლება გავვარდეთ გარეთ, მაგრამ 14-ში გვინდა ოჯახებში სტუმრობა, ხო, რაღაცა სახლებში. იმიტომ რომ აი აქ მართლა რაღაცა დაბუდებულია ეს ცხენლის შეშის თუ სხვა გამათ პუბლიციტბო არის სურნელი სხვადასხვა საჭმელების გემრიელობების რაც უხვად გვაქვს ჩვენ ქვეყანაში აუცილებლად ამ დროს გაკეთება ხო საცივი თავიდან ხომისა თავიდან ამ დროს ლაბა გაკეთება ხალადეც იმიტომ რომ ხორი დაკრულია კუპატები უკვე წაბოლილია და საუკეთესო არის აი ამ დროს რომ გავაფიცხოთ და არის მოკლედ ერთი შრიამული და ხურის თავია მოხარშული დიდყურებიანი. მოკლედ პარასკევობით გვაწამებს ლინდა თავისი აჯაბსანდალით და სხვადასხვა კერძებით და ახლა რუბრიკას რომ აჯაბსანდალს დაარქმევ ეს უკვე რაღაცა ვეგეტარიანელების გადაცემა და კი საქართველოს ნამდვილად არის ვეგანების სამოთხე, იმიტომ რომ სრულიად სამყარო არის შერყეული აი იმ მრავალფეროვნებით, რაც შექმნეს ბალახ-ბულახისგან საქართველოში და ეს ნიგზის соуსები და ნიგზის გამოყენება. კი, ამას საუკუნეების განმავლობაში აღნიშნავდნენ მოგზაურებიც კი, რომ ჩვენ სამეფო და არა მარტო ჩვეულებრივ სუფრაზეც მწვანილეულის იმდენი კერძი იყო, არა მარტო დაყრილი ასე მწვანილი, არამედ კერძებიც და ყოველ განსაკუთრებული. ძალიან სასარგებლოა და აღმოსავლეთ შორის ძალიან გემრიელი წვანილთან შექმნილი ბევრი ისეთი ის აქვს სუნელები. მე რა მაინტერესებს საოცარი მოგონებით იხსენებდით თქვენს ბავშვობას ის რაც თქვენს გონებას აქვს შემორჩენილი. თქვენი თაობა რაც ბუნებრივია გაიზარდა, წამოხვედით, ზოგი ქალაქშია, ზოგი დედაქალაქშია გადასული. მე მაინტერესებს ახლა როცა ბრუნდებით, აი ეს ახალგაზრდობა. ყველანი არ წამოსულა. ან ეს ტრადიციები ხო არ დაიკარგა ნელა. გიტყვით ხო, ესეთი მაგარი ამბავი არის ის რომ აი ყველგან უნდა ვთქვათ, სადაც კი გვექნება ამის საშუალება, რომ გურიას ვერავინ ვერ დაასწრო ევროპეულობა და რაღაცა ჩაცმა დახურვის მოყვარულები იყვენ მე-16 საუკუნიდან აქვთ უკვე ტრადიციული განათლების, ასე სისტემური განათლების კერების შენახვის ტრადიცია ხო, აი იტალიელი მისიონერების შემდგომ მოდის ეს ყველაფერი და მარტივი ამბავი არ არის, ძალიან კარგად ვითარდება როგორც ევროპული კულტურის მატარებელი, ქრისტიანული კუთხე, ნუ საქართველოს მთლიანად, საქართველოს უყვარდა ევროპულად ცხოვრება. ცივილიზაცია უყვარდა. ცივილიზაცია, ეგეთია, ნუ ჩვენ ავირჩიეთ ეს გზა, ხო? მაშინ როცა ავირჩიეთ ჩვენ ქრისტე. კი ბატონო,
პრაქტიკულად ჩვენ ეს ხო მაინც ქრისტიანობა ხო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, ხო? არა იქ დაიბადა, მაგრამ იქ გაიზარდა და იქ იშვა როგორც აი ესეთი ესთეტური რაობა და ამ ესთეტიკაში ვიცხოვრეთ ჩვენ, ამ ესთეტიკაში შევქმენით ჩვენი დიდი კულტურა, რომლითაც ვამაყობთ. და რაღაც აი ეხა ძალიან ცოტა ისეთია სერიოზულიდან ცოტა იუმორნარევ ამბავში, მაგრამ ნამდვილად სიმართლეა, რომ ძალიან მაგრად შევინახეთ გურულებმა აი ეს ტრადიციები და წარმართული რაღაცები, რაც დაკარგულია ბევრგან, ხომ თაში შეიძლება შემორჩა და წაშლილია. გურიაში აი ამ აგუნათი, ამ რაღაცებით, ამ ცხემლის ჭრით და ასე შემდეგ რაღაც მაინც ვუკავშირდებით ქრისტიანობის წინარე პერიოდს და იმ ესთეტიკას, რომელიც მაშინ იყო და ეს არის ცხადი მაგალითი, რომ ერთი მეორეს ხელს არ უშლის და თუკი ჩვენ გვინდა საინტერესო ვიყოთ დანარჩენი მსოფლიოსთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელი, რაც გვაქვს, ეს ჩვენი ხმა არის. ჩვენი ავთენტური ხმა. ჩვენ ხშირად ვიყავით დიდი ცივილიზაციების და კულტურების გავლენების ქვეშ, არ მინდა მაინც ამ საახალწლოთეს დაპყრობები ვახსენო, მაგრამ ეს ხდებოდა ხოლმე, თავისთავად დიდი ცივილიზაცია, თავის დაუნებურად, ზოგი გამისნულად, მაგრამ ხშირად გამისნულად უფრო სწორად, მაგრამ თავის დაუნებურად რაც შემოდიოდა მძლავრი რაღაცეებით და თითქოს გვარავდა, მაგრამ თუ შენ ნამდვილი ხარ და იმ შენ სინამდვილეს ინარჩუნებ, მე ამ ცივილიზაციების კვალს როგორც შლეიფად ისე ატარებ შენს კულტურაში და თავისთავად შენს აი ავთენტურობას ამით რაღაცა ხიბლსას ძენ. აბსოლუტურად გეთანხმებით როგაში. ეგ კი არა დიდი ცივილიზაციებიც კი, რომელიც ახლად შემორჩა რაღაც დაწილით, ხა ჩემთვის მაგალითად თუ უვიცისთვის ამ სფეროში და რაღაც წლების წინ გავარკვიე, რომ აღმოჩნდა რომ ინგლისური, ბრიტანული მაგალითად ენაში ჩვენ როგონი ავთენტური ბრიტანული სიტყვები, სინამდვილეში იმპერიული სიტყვებია, ზოგი ინდური, ზოგი ნეპალიდან, ბუტანიდან და ანუ საერთოდ არ აქვს ამისი, ასე ვთქვათ, ჩვენ რო ვიცით ხა და აუ ეს შემოსული სიტყვაა და არ გამოვიყენებ და ეკვივალენტი არ გვაქვს ხა. ტელევიზორს ქართულ სიტყვას ვერ მოუგონებ და უშტა აღარ. უცნაური რამეა, ხო? ჩვეულებრივ იყენებენ და ამაყობენ დიდარი ენა. რა თქმა უნდა, ძველი ენაა და რაღაცა სპარსულიც არის, ოსმალურიც არის შიგნით, ლათინური არის და არის ბევრი რაღაცა, ხო? რა თქმა უნდა, და ჩვენი სიმდიდრეა, სინონიმები გვაქვს ბევრი. და ამას ითვისებს ენა და ენათმეცნიერები ამბობენ, ხო, რომ აი როცა უნდათ ენის ძირი ნახონ, ახლონათესაობის აღნიშნულ, ბუნების მოვლენების აღნიშნულ, ცივური სხეულების აღნიშნულ სიტყვებს ეძებენ, თორემ დანარჩენი აი ნასესხობის გარეშე არც ერთ ცივილიზაციას არ უარსებია. ყველა ერთმანეთში ცვლის და ყველაზე მეტად ცვლის ზუსტად ლექსიკურ ერთეულებს. კი, აი კანადაში ცდილობენ დანერგონ სიტყვას ზეგ. გიჟდები გუშხამზე. გუშხამა და შეიძლება კანადაში ვერ გაიცებები. არა, გუშხამა და შეიძლება ერთი წლის უკანდელ ამბავს ყვებოდნენ და მეც მომს ეგ ჩვენ ვახვეცით. ამას წინათ თქო და გუშხამს გულისხმობ ხოლმე შიგნით. ამას წინათ სწორედ ეს არის რა და ეს კონტექსტით განისაზღვრება და მოვლენის რომელსაც აღწერა რაღაცა ცნობადობით ასაკი გუშხამს აქვს რა ასე ვთქვა. ჩვენ ვიზდოთ ერთ რაღაცა რაზეც ლაპარაკობთ ხოლმე გადაცემაში რომ ჩვენ თუ მარტო ბჭყალებში ლიტერატურულ ენას გავეკიდებით აკადემიურს. არ იმიტომ ამბობ ბჭყალებში რომ სინამდვილეში ეგეც აკადემიურია, ჩემთვის გუშხამაც აკადემიურია და დაგვავიწყდება სინონიმი, მე მოგვიწევს ისევ და ისევ ბიზახილი რომ აი იმ დიდარიანა და ჩვენ თვითონ თუ მოვჭრით ამას და მარტო პაპას ვიტყვით ან მარტო ბაბუას, იმეორე სიტყვა დაგვავიწყდება და მე სინონიმი არ მივიღებ და მე დიდარიანა აღარ იქნება. ბატა წერან პატა შენ ამბობდი რომ რაღაცების დამკვიდრებას ცდილობენ, ხო კომისია იყო სპეციალური, ხო ტელევიზორს რაღაცა ქართულად რაღაცას ვერ მოუგონებ. რომლებიც იგონებდნენ რაღაცებს. ბევრი დამკვიდრდა და ბევრი რა უცნაურია. აი მდღვები და ხო? აი ელსმენი უნდა ყოფილიყო ტელეფონი. ვერანაირად ელსმენი. ყურმილი ელსმენს რითი ჯობია, მაგრამ დამკვიდრდა. ყურმილი მიიღო. ანუ ენას ვერ უკარნახებ რა, შენ გინდა თუ არა ეს თქვი. ადეკვატურია. თავისით ხო და ელსმენიც არის რა. ამ საახალწლოდ მოსაზრენი აპარატი. ენა რა კითხვით არ აღნიშნო გურულების იუმორი. საოცარი ხალხი რა ვიცი, ამათ იუმორი, ენერგია. სწრაფად იგონებ ასოციაციებს. შეულებია, მაგრამ ერთი წაკითხით რომ ამბანს ვისწავლი ახლა როგორც გავიგეთ, მე-16 საუკუნიდან შენ გეტყვი აბა რა. მხიარული ადამიანი, მხიარულება ძალიანაც კარგია, ხო იცი, რაღაცა ერთი, ხო.
მე სისხლში მაქვს გურული სისხლი, დედა მყავს გურული. და გავიზარდე გურიაში. ჩავდიოდი ხშირად და ვიცი ეს ადაწესე. ნიშნავს რომ მათი განწყობა არის ძალიან გულწრფელი. აი განწყობა არის მნიშვნელოვანი. კი. მე ჩავსულ ვარ სტუმრად, ძალიან კარგად დამხვედრიან მხიარულებიც ყოფილან, მაგრამ ეს არ იყო რაღაცა ის. აი მაინც სტუმარი ხარ და აი გურიაში ეს არის გრძნობა, რომ ჩადიხარ, იქ სხვანაირი მასპინძლობა იციან და გურულები არიან წარმოდგენის ადამიანები. ქართველები ზოგადად ვარ წარმოდგენის ადამიანები. წარმოდგენა სჭირდება მაყურებელი. სტუმარი არის კარგი მაყურებელი. ნამდვილად. ამიტომ ყველაფერს ვცდილობთ რომ თავი მოვაწონოთ, რომ ჩვენი წარმოდგენა იყოს სასწაული და სწორედ აი ამ წარმოდგენის სიყვარულება შეინახეს ეს ტრადიციები და მათ შორის ის რაზეც წერან ვლაპარაკობდით, ხომ? თავის გადაძაყილებით, თავის ფერხავის მოსვლით, თავის უამრავი მეტიც შრომაც გადაქცეული არის აი ესე ვთქვათ, ნადურები რამდენი გვაქვს, სიმღერად და ცეკვად, ფერხული და ნადური, ორივე არის სწორედ შრომასთან თანმხლები, შემამსუბუქებელი, ასე ვთქვათ, გასართობი რა. მე კი არ შრომობ, არამედ ვერთობი. გართობას ხო უნდა, აი რომ მიდიხარ სადღაც საცეკვაოდ, ერთობი ხო რესტორანში. და ერთობი ცეკვა და ამბობ, აუ რა მაგრად გავერთე. და იმაზე ნაკლებ ენერგია შეიძლება ახმა რაღაცა საქმეს, მაგრამ იმას მუშაობა ქვია და უიმე დაიღალე. აი, იგავებშიც და ზღაპრებშიც სხვათა შორის დამოკიდებულებას და განწყობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მოდი ახლა ყველას ერთად ამ წინა საკალანდოთ უსურვოთ სწორედ რომ საუკეთესო განწყობა გქონოდეთ. მთელი წლის კი არა, საუკუნის განმავლობაში და ყველა თითოეულ ჩვენგანს ყველა კეთილ ადამიანს, აი ვიდრე თვალს გაახელს დილას სახეზე ჯერ ღიმილი გადაეფინოს. აი ესეთი წელიწადი და წლები ვქონოდეს. მოდით ამ პოზიტიურ ნოტაზე დავასრულოთ ახლა საუბარი. კი ბატონო, დავამშვიდობოთ ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმარს, მადლობა და მთელ გურიას გილოცავთ დამდეგ კალანდობას. და შეგვიძლია ახლა რომ ნახოთ. არა, ლინდა სიუჟეტი უნდა ვნახოთ, კი ბატონო, საახალწლო სახლი უნდა გაგვაცნოს ლინდამ, რომელსაც ზოგადად ხო საახალწლოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ დეკორაციას, იმ განწყობას და ენერგეტიკას, რაზეც ჩვენ ახლა საუბრობდით და მოდით ვნახოთ რა მოგვიმზადა ლინდა. იყო ერთი პატარა ქალაქი ქობულეთი. ამ ქალაქში ლაშა ჯინჭარაძე ცხოვრობდა. ის საახალწლოდ ყოველ წელს სახლს ზღაპრულად რთავდა. ჩვენ ამ ზღაპარში სამოგზაუროდ მოვედით. გეპატიჟებით ჩვენ საახალწლო ზღაპარში. Oh, what fun it is to ride in a one-horse open sleigh. Jingle bells, jingle all the way. Oh, what fun it is to ride in a one-horse open sleigh. პირველ რიგში მინდა მივულოთ მთლიანად საქართველოს 2024 წლის შემოგბრძანება. უსურვო ჯანმრთელობა, ხვავი პარაკ. Laughing all the way. Bells on bobtail ring. ჩვენს ოჯახში ახალი წელი განსაკუთრებულად გვიყვარს. თქვენც ხედავთ თუ რაოდენ დიდი ზეიმია ამ დროს ჩვენ სახლში. საახალწლო მზადებას მე ვიწყებ 15 ნოემბრიდან. პირველად ვიწყებ საახალწლო გაფორმებას, რა თქმა უნდა, ეზოდე. ყველაზე დიდი დატვირთვა აქვს საერთოდ ეზოს გარეთ ფასადს, რადგან მნიშვნელოვანია სხვასაც შეუქმნა საახალწლო განწყობა. ეზოს შემდეგ ყველაზე ნიშნულოვანი, რაც ჩვენთან ოჯახში ხდება, ითქმება მთავარი ნაძვის ხე. ნაძვის ხეს აწყობაში მეხმარება დედაჩემი. ჩვენი მთავარი ნაძვის ხე არის 2 მეტრი და 70 სანტიმეტრი. ზედ ალბათ 1-300 ცალი სათამაშო იქნება. აქედან ნაწილი მეგობრების ნაჩუქარია, ნაწილი კი ჩემი შეძენილია. საახალწლო ფილმებს ძალიან ბევრს უყურებდი და გამიჩნდა იდეა, რომ მეც მომერთო სახლი.
ავდექი, შევიძინე განათებები და მეც დავიწყე მის მერე სახლის მორთვა. ალბათ შეამჩნევდით რუსთაველის ქუჩაზე ბევრმა დაიწყო და მორთო სახლი საახალწლოდ. მიხარია, რომ ეს ტრადიცია დამკვიდრდა ჩვენს ქალაქში. I love those jingle bells all the way. Jingle all the way. აუგრუნდით პირდაპირ ეთერში მოკლედ. მადლობა ლინდას, გამრავლდით თან. ესე იგი, ახალი წელი, აი შემოქმედებითი ადამიანების გარეშე არაფერია ხო? იქეთ გურიაზე ვისაუბრეთ, სამზარეულოზე ვისაუბრეთ, ცეკვაზე ვისაუბრეთ, მეკლეზე, ფულზე, რაც თავარია, ბარაქაზე და რა თქმა უნდა, სიმღერა არის მნიშვნელოვანი და დღეს ისეთი ენერგეტიკულად 13 რიცხვია, ისეთი მნიშვნელოვანი დღეა და ჩვენ მნიშვნელოვანი ადამიანები უნდა წარუდგინოთ ჩვენს მაყურებლებს, დეიდაშვილი, გურანდა დოლიძე და მერაბიკო დოლიძე, ხელოვანი დედა. კი ბატონო. პრეზენტაცია გვექნება ჩვენ ახალი კლიპის ჩვენთან გადაცემაში სიმღერის, რომელიც ხშირად არის ხოლმე და ჩვენი გადაცემა ამისთვის ძალიან კარგია და მნიშვნელოვანი, რომ ხშირად აი ამ პრეზენტაციით ტკბება ჩვენი მაყურებელი და ნუ კლიპი შემთხვევით არ მithkoms და აი ამ წელიწადში ამ სიმღერაზე კლიპიც იქნება გადაღებული, დარწმუნებული ვარ, მოგესალმებით. ილოცავთ ახალ წელს. ესე იგი მე გამარჯობა ხო, გამარჯობა, მოგესალმებით, ძალიან მიხარია თქვენთან სტუმრობა, რატომაც ჩემი ოჯახი მგონია აქ და მინდა ყველას თქვენ და მაყურებლებს მიულოცო ახალი წელი, აი ნამდვილი ახალი წელიო იტყვიან, ძველით ახალი წელიაო, ესეთი ტრადიცია იყო ჩემს ოჯახში და ყველგან რომ ამ ახალ წელს უფრო ვზეიმობდით. გილოცავთ ბედნიერებას, სიხარულს და ძალიან კარგ სასიხარულო დღეებს გისურვებთ. საინტერესოა როგორი იყო თქვენთვის 2025 წელი და რა მოლოდინები გაქვთ 2026 წლიდან, რა არის თქვენი სამომავლო გეგმები? მოგესალმებით. გილოცავთ 2026 წელს. ხვავე ბარეკა, ბედნიერება, ჯანმრთელობა და ყოველივე საუკეთესო გქონოდეთ თქვენ და თქვენ ოჯახებს. რაც შეეხება 2026 წელს 25 წელს ძალიან კარგად დაიწყო 2025 წელი ჩემთვის, ძალიან კარგად დასრულდა, იყო რაღაც ბევრი იდეები, ვიყავი საზღვარგარეთ, ესპანეთში, იტალიაში. ესპანეთში ტურისტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალი იყო, სადაც მე ჩემი საავტორო სიმღერით წავსდექი. მას პლუს იტალიაში, ვენეციაში იყო ევროვიზია ჯუნიორი, სადაც როგორც ჟიურის წევრი, ისე წავსდექი და მაგაც ჩემი საავტორო სიმღერით. ჩვენი წელი ქონია და ძალიან კაი. ჟიურის წევრები 2026 წელი ბევრად უფრო კაი. ჟიურის წევრები იყვნენ, მინდა რომ კი ბატონო, მაინც თქვა ვლად ბაგინსკის არაჩვეულებრივი აი საერთაშორისო პროდიუსერი საერთოდ იყო კიდევ სილვია პაგანი, ეს არის ძალიან ცნობილი აკორდეონისტი, რომელიც პლასიდო დომინგოსთან ერთად უკრავდა მთელი, ნუ, გარკვეული პერიოდი, ნატალია სტიუარტ ფოქსი. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ეს მერაბიკოს პროდიუსერიც გახლავთ. და იქაური საზოგადოებრივი მაუწყებელი იტალიის ტელევიზიის ხელმძღვანელი. აი ამ ადამიანებთან ერთად იყო ისი რომელია უფრო რთული ამ შემთხვევაში თვითონ სიმღერის შესრულება, საავტოროს, როდესაც შენია, არ იცი ჯერ რა რეაქცია იქნება მაყურებელს თუ სხვისი დაუშვათ ნამუშევარის განსჯა, ხო? ნუ საავტორო უფრო რთულია ჩემი აზრით, იმიტომ რომ იმას შენ ქმნი, შენ წერ, ყველაფერს შენი დაკეთებ და ძალიან დიდი ნიჭი სჭირდება საავტორო სიმღერის დაწერას. როგორ მიიღებს საზოგადოება? ასევე საინტერესოა დედასთან ერთად. ყველა დეტალზე რა, ძალიან დედასთან ერთად, ეხლა დედასთან ერთად სიმღერა. ორი პროფესია მაქვს, ანუ ორი პოზიცია. ორი პროფესია. დედა, ეს ნუ დედა და შვილი ახლოს უნდა იყვნენ ერთმანეთთან და მეორე პროდიუსერი ცოტა დისტანციურად უნდა იყო, ხო? აი ძალიან ბედნიერი ვიქნები და აი თუ გამომდის, არ ვიცი, ხანდახან გამომდის და ხანდახან არა, ეს ორი პოზიცია რაღაცნაირად
ერთმანეთს უნდა გაუმიჯნო ხანდახან, თორემ ძალიან რთულია. როგორც პროდიუსერი ახანდახან ისე უნდა აღმიქვას და მგონი არ აღმიქვამს მასე. მე საქართველოში მეგახლავართ, მე ვაგვარებ მის ყველა დეტალს, ყველა კონცერტის იქნება ეს თუ კლიპზეც თვითონ იტყვის ალბათ და საზღვარგარეთ ნატალია სტიუარტ-ფოქსია თავისი პროდიუსერი და ძალიან ბევრი ხელს მოკიდებ, ანუ ახლა დაუშვათ, როდესაც დედაშვილი ხართ, გაცილებით მე კარგად იცნობ, ხო? ზუსტად იცით, როგორ საერთო ენა გაქვს, საერთო ლექსიკონი გაქვს და ადვილად შეგიძლიათ მოილაპარაკოთ ერთმანეთში. კი, თუმცა მე სხვა ჟანრში მღერი და მერაბიკო ცოტა სხვა ჟანრში, მაგრამ იცის რომ ძალიან მიხარია მასთან ერთად სიმღერა და უარს არ მეუბნება. ისე აი ამ სიმღერაზე რომ ბოდიში, რომ ამ სიმღერაზე რომ ვისაუბროთ, იდეა საიდან გაჩნდა? ვინ დაწერა ლექსი? აუცილებლად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამჟამად ავტორი არ ბრალდება მერაბიკო. არა, დღევანდელი სიმღერის ავტორი მერაბიკო არის. დღევანდელი სიმღერის ავტორი მუსიკა, სიმღერა გახლავთ არანჟირება კახაბერ ფირცხალაიშვილის, ყველა ძალიან კარგად ვიცნობთ. ემას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო აქედან, ის წლის ხელოვანი გახდა წელს და მინდა მიულოცო. და უთხრა მისი აი ფრაზა, ხვავი და ბარაკა, კახა ფირცხალაიშვილს და კახას და ნატო ერთმანეთის გარეშე ვერ წარმომიდგენია. დიდი მადლობა ამ სიმღერისთვის და ტექსტის ავტორი გახლავთ აი ძალიან კარგი ქალბატონი, აი ძალიან უძლიერესი პიროვნება დავიწყოთ აქედან. პროფესიით ექიმი, პოეტი, მწერალი, ისეთი რაღაც ძალიან სხვანაირი კარგი ქალბატონი ნანა ცინცაძე. ეს იდეა, როდესაც დაიბადა, რომ აი სიმღერა, ტექსტი უნდა დაეწერა ამ სიმღერაზე, თავიდან იყო დედაშვილზე, რაღაც ისეთი ტექსტი იყო. უბრალოდ 22 წლის იყო და აღარ ვიმღერეთ ჩვენ ეს რაღაც, მოდი გადავაკეთოთ ეს სიმღერა და საახალწლოდ ახალ წელს მიუძღვენით ეს სიმღერა. კარგი განწყობა მინდა შეუქმნა ყველას, ყველა ოჯახში მინდა შევიდეს აი ამ სიმღერით სითბო, სიხარული და მინდა რომ ეს წელი იყოს განსაკუთრებული, აი ურთიერთპატივისცემის წელი ყოფილიყოს და ერთმანეთის ურთიერთგაგების, სიყვარულის, აი სიყვარული გადაგვარჩენს, ასე რომ მგონი და ამიტომაც უმღერით ალბათ ქართველების სიყვარულს ხშირად. კი, რა თქმა უნდა. თქვენ ახსენეთ კლიპი, რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ, მაინტერესებს უკვე გადაღების პროცესი მიმდინარეობს, ეს უბრალოდ იდეის დონეზეა, რა სიმღერაზე აპირებთ გადაღების პროცესში მიმდინარეობს. გადავიღეთ ნახევარი კლიპი ესპანეთში. დიახ. და ჩემი რეჟისორი ჩამოვა ცოტახანში ბათუმში და გადავიღებთ მთლიანად ჩემს. ხორვატიელი რეჟისორია. ხორვატიელი ანტეა სოსტარიჩს. ძალიან მაგარი გოგოა, კაი პიროვნება და ერთად ძალიან კაი იდეები გვაქვს და უფრო კარგად. როდის ნაძელოდოთ კლიპის პრეზენტაციას უკვე ეთერში. ნაწილი კლიპის გადაღება. უკვე გითანხმდებით ხო? გიხდით ხო რომ პრეზენტაცია ჩვენთან. კლიპის პრეზენტაციაზე აუცილებლად დაგვპატიჟებთ. სოფო პროდიუსერი ჩართო. ძალიან მალე. ნაწილი კლიპის გადაღებულია, როგორც მერაბიკომ თქვა, ნატალია სტიუარტ-ფოქსია, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ორგანიზატორი, პროდიუსერი და ბათუმში რომ გადავიღებთ, მალე გვექნება პრეზენტაცია, ალბათ არ ვიცი, ზუსტად არ ვიცი. ძალიან ბევრ პროექტებშიც ვართ ჩართული, მინდა გითხრათ, მაგრამ ჯერ არ ვახმოვანებთ, იმიტომ რომ სიურპრიზად მინდა დავტოვო. ასე ჯობია. ძალიან ბევრ პროექტებში და რა ვიცი, წელს 2026 წელი იქნება ნამდვილად აი ეს კულტურული ღონისძიებებით დახუნძული. ისედაც კულტურული ღონისძიებები 2025 წელი გამორჩეული იყო. ნამდვილად და ეს გაგრძელდება 2026 წელს უფრო მაღალი მასშტაბურად. შესანიშნავი. არაჩვეულებრივია. კარგი სიახლოვით ხართ და მე მგონი დროა ახლა. დროა მოვისმენოთ და მაყურებელმა ნახოს პირველად ჩვენთან შესრულებული დედაშვილის სიმღერა. აბა გისმენთ გულის. გთხოვთ გურანდა დოლიძე და მერაბიკო დოლიძე. ჩვენ შეგვიძლია ვიცეკოთ. აუცილებლად თქვენ ვიცეკოთ.
სიყვარული გვიხმოს გული თოვლის პირქით გათვა არასოდეს დაბერდები თუ დაყვება სიყვარული ახალი ზრით გათენდები თუ არ ევნუხარ მიმალული ილოცა ბედნიერ ახალ წელს ამ ღამეს სიმღერით გავაცე ანდელები ეშვებია ბედნიერი სიმღერები ზღაბრის ბოლო კეთილია ყველგან ისმის ჩვენი ხმები სურვილები ჩაიფიქრე დაგელოცოთ ყველას გზები რასაც ნატრობ დაიხტინე კარს გვიღებენ მეგობრები იცოდე ჩვენია სამყარო ვიყვარდეს დილას და საღამო დეკემბერი გადმოგვაღლის თოვლის პირქებს ახალწლს სიყვარულის ხამე არა ერთად ყოფნით გამიხარო მისველი წელი კარს უღებ ახალ თორმეტ საწყელი თოვლის პირქით გამფარ თუ არ უყვება ამბებს ჯერ არ არის გვიან იდუმალი ღამე კარის ხმავს მიანს მოგილოცოთ ყველას ერთად უნდა ვიყოთ გული თქვენთვის პეთქავს უნდა მზედა სიტყვა ბედნიერი წელი დაგებოდოთ ყველა ყველი თბილი ხელით წესამატებელს ბედნიერ ახალ წელს ამ ღამეს სიმღერით გავაცე იცოდე ჩვენია სამყარო ვიყვარდეს დილას და საღამო ჩვენ შეგვიძლია ფერზე ავდგეთ ბარემ თქვენთან ერთად და ასე სტუმრებთან ერთად დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარმატებებს. მოწვევისთვის. ხო, სურვილია გვაქვს რომ წარმატება გისურვოთ მართლა 26 წელს ყველა ის ჩანაფიქრი აგესრულებინოთ და კიდევ ახალ ბევრ პროექტს გეფიქროთ. ჩვენ კი გემშვიდობებით. ხვალ ისე უთხშაბათი ხო? ხვალ უთხშაბათია, ახალწლები გათენდება. აბა დრო. კარგად. ბედნიერება და სიხარული თქვენ.